სწავლები ნაინო ქაშიბაძე და ბარბარა ხალხელი. თხოვთ სასწრაფოდ გამოცხადეთ მეორე გასასვლელთან. ამ გულახდილი პოდკასტის მესამე სეზონში მე ბარბარა და მე ნაინო ვლაპარაკობთ ყველაფერზე. ცხოვრება, ოჯახი, ურთიერთობები, კარიერა, ბავშვები, მენტალური ჯანმრთელობა. იმიტომ რომ თერაპია ძვირია გვაქვს ბევრი აზრი და ცოტა ფილტრი. Let's go. ესე იგი, არ ვიცი, რა ხდება? ყოველ ჯერზე თავიდან რატო მახსენდება როგორ უნდა ვაკეთოთ ეს, არ ვიცი, მაგრამ მესამე წელი არის, ხო? მესამე წელი გამოვიდა, რასაც წელია კი რა თუ წერთ. ძალიან დიდი ხანი გავიდა. და ძალიან მალე. ან რაღაცა მგონია რომ გუშინ დავიწყეთ. მეც ესე იგი, მესამე სეზონს გახსნილად ვაცხადებთ. არ ვნებდებით და ვაგრძელებთ. რატო და დავდებდე? არ ვიცი, რაღაც სუის არის ხოლმე. მე პოდკასტების გამოცდილება სუის მაქვს რომ ვიწყებთ ხოლმე და მე არასდროს რაღაცა ეტაპზე სულ იმაშებით რა ქვია. ვიკიდებთ ხოლმე, ხო და მომწონს ეს კონსისტენსი რა. Consistency. Consistent inconsistency ასე კი, მართალი ხარ. მას ვისაც იმისი რა ქვია, თანკბილობის პრობლემა არ აქვს, შეუძლია რომ ეს ტყოვი ერთმანეთს მეყოლებთ გამოთქვას. და ამასთან ერთად შენ შეგისრულდა 8 წელი, რაც ხარ საფრანგეთში. 8 იანვარს შემისრულდა 8 წელი საფრანგეთში. ხო და გადავწყვეტეთ რომ ეს საიუბილეო და თან მესამე სეზონის გახსნა დავუთმოთ ბარბარას იუბილეს პარიზში ყოფნის და ვისაუბროთ იმაზე რა გამოიარა ამ 8 წლის მანძილზე. ჯერსი ალბათ მეგობრების გარდა არავისთვის ისე ბოლომდე არ მოგვიყოლია რატო ხარ მანდ. ალბათ ეგ შესავალიც გავუკეთოთ რომ ისეთმა შორეულმა მსმენელებმა გაიგონ რატო წახვედი იქ ძიძად იყავი თუ რას აკეთებდი და მე რაღაცნაირად მოკლედ შევაჯამოთ შენი 8 წელი პარიზში. კი, თამითმეტეს ხშირად მისვამე ხოლმე კითხვას, როგორ წახვედი და შემდეგში ამ ეპიზოდს გავუგზავნი ხოლმე ყველა კითხვაზე საფრანგეთთან დაკავშირებით. მოკლედ, წამოვედი სასწავლებლად, მანდ მუშაობდი დიდი ხანი და ყოველთვის ესე მქონდა მოაზრებული, რომ მაგისტრატურას ვიტოვებდი ხოლმე ემათ ბოლო იმ მომენტისთვის, როდესაც მომინდებოდა რომ სადმე სხვაგან გამეკეთებია მაგისტრატურა და არა საქართველოში. და 27 წლის ასაკში დადგა ეგ დრო, როდესაც ჩავთვალე რომ საკმარისი გამოცდილება დავაგროვე, რაღაც ისეთ მომენტში ვიყავი ცხოვრების, რომ არაფერი არ მაკავებდა რეალურად და გადავწყვიტე რომ ჩამებარებინა მაგისტრატურაზე. განვიხილე სხვადასხვა ქვეყნები, მაგრამ ჯამში გაიმარჯვა საფრანგეთმა ჯემს Excel კრიტერიუმების სიაში. იმიტომ რომ მე სასტუმროების მენეჯმენტში ვიყავი და სასტუმროების food and beverage-ის ანუ რესტორნების მენეჯმენტში და რესტორნები, სასტუმროები, hospitality საფრანგეთში ძალიან აქედან მოდის ასე ვთქვათ გასტრონომია, კულინარია და მინდოდა რომ შემეგრძნო მაქსიმალურად ეს აქაური გასტრონომიის და hospitality-ის კულტურა. და ამ ყველაფერთან ერთად თან შედარებით უფრო იაფიც იყო ამერიკასთან და ინგლისთან შედარებით, რაც სხვა ვარიანტებად მქონდა. ჩამოვედი 1 წლიან მაგისტრატურაზე, hospitality and tourism management-ზე. იანვარში იწყება ხოლმე, ანუ ერთი ნაკადი იწყებს სექტემბერში, ერთი ნაკადი იწყებს იანვარში. და ჩამოვედი მე იანვრის ნაკადში 1 წლით. ძალიან კარგი იყო, ანუ ძალიან მომეწონა ეგ 1 წელი, კარგი პროგრამა იყო, კარგი კურსელები მყავდა. ძალიან საყვარელი ბინა ქონდა. ძალიან საყვარელი პატარა ბინუკა 20 კვადრატულიანი, მაგრამ ყველაფერი რომ არის რაც გჭირდება და თან ძალიან ცენტრალურ ადგილას იყო და აი ის ბინა აქამდე გულში ძალიან თბილად მახსოვს. მეც, იმიტომ რომ ანუ ორჯერ ანუ პირველი 2 ჩამოსვლა მანდ იყავი და
ძალიან საყვარელი ბინა იყო, მეც ძალიან მიყვარდა თან ყველგან რაღაცნაირ ფეხით მყუდრო. დავდიოდი, ხო, მყუდრო იყო და აი ჩემი პატარა ის იყო სამყარო იყო ამ დიდ ევროპაში, სადაც არავინ სხვა არ მყავდა, რეალურად არავის არ ვიცნობდი ერთი ადამიანის გარდა მთელს ამ ტერიტორიაზე და იქ რო ვიყავი ხოლმე იმ 20 კვადრატულში ძალიან კარგად გრძნობდი და დაცულად თავს. და პლუს ამას ეს ერთი წელი იყო ფაქტობრივად ტურისტობა, იმიტომ რომ ყველაფერის მონახულება, ჩემს კურსელებთან ერთად ყოველ საღამოს სადღაც მივდიოდით, ყოველ შაბათ-კვირას მუზეუმები, დათვალიერება, საფრანგეთში სხვადასხვა ქალაქებში მოგზაურობა, აი ძალიან ძალიან კარგი წელი. ალბათ ვინმე თუ მკითხავდა საუკეთესო წელი, რომელ წელს გინდა რომ დაბრუნდეო შენ ცხოვრებაში, ალბათ ეგ წელი იქნებოდა, იმიტომ რომ მართლა ძალიან მისიამოვნე. იდეა იყო რომ უკან ვბრუნდებოდი, ანუ აქ ჩამოვედი მართლა სასწავლებლად, არანაირი დარჩენის სურვილი მე თვითონ თავიდანვე არ მქონია. ვიფიქრე რომ დავამთავრებ სწავლას, თუ თავზე დამეცა რაღაცა მაგარი სამსახური, რამდენიმე წელი დავაგროვებ გამოცდილებასაც და მე წავალ უკან. მე ყოველთვის ძალიან მიყვარდა საქართველო, ძალიან კარგი ცხოვრება მქონდა საქართველოში, ანუ არასდროს გამოქცევაზე არ ყოფილვარ და ყოველთვის ჩემს ცხოვრებას ვუკავშირებდი საქართველოს. ანუ ყველა პროექტი რაც თავში მომდიოდა, რაღაცნაირად საქართველოსთან იყო დაკავშირებული. ასე რომ არც კი განმიხილავს აქ დარჩენა, რამდენიმე, აი, ვიფიქრე რომ თუ სამსახურს ვიპოვი, კიდევ 2 წელი დავრჩები მაქსიმუმ და მე უეჭველი მივდივარ სახლში. მაგრამ სამყარომ სხვანაირად გადაწყვიტა. მაგრამ ბოლო თვეს, სადამ უნდა წამოსულიყავი, გავიცანი ჯონატანი, ჩემი ახლანდელი მეუღლე და ბავშვების მამა. და რახან ძალიან ორივესი. რაღაცა ძალიან ისეთი იყო რა, მაგიური, სიყვარული, ერთი დანახვით და ასე შემდეგ. გადავწყვიტე რომ მიმეცა შანსი ამ ურთიერთობისთვის მიუხედავად იმისა. თან ჯონატანი მაღალი და სიმპათიური და ეგეც დაეხმარა. მაინც აღნიშნე. ხო, ეხლა რატომ რომ არა, მახინჯა ადამიანთან ალბათ არ გავიგებოდი, არ ვიცი. ჩვენი ესთეტი ბარბარა გავიხსენო. ხო, ესთეტიკის მონავა როგორც ნახეთ. ასე რომ, ნუ ეს კრიტერიუმებში შედიოდა ალბათ იმისი თუ რატომ შემიყვარდა, მაგრამ მხოლოდ ეგ არ არის, ზედაპირულიც არ ვარ. და მოკლედ ესე მოხდა რომ გადავწყვიტე რომ მიმეცა შანსი ამ ურთიერთობისთვის და მეცადა საფრანგეთში დარჩენა იმისთვის რომ მენახა როგორ წარიმართებოდა სიტუაცია. მიუხედავად იმისა რომ საერთოდ იმ მომენტში მე არც ურთიერთობებისთვის არ ვიყავი მომართული, რაღაცნაირად ცოტა თავზე დამეცა არ გამოდის, მაგრამ ხო მოულოდნელი იყო რა, ძალიან მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო ჩემთვის. რაც ანუ აქ უნდა დავამატო რომ დეითობდა, ის არ იყო რომ არ დეითობდა. უბრალოდ დეითობდი, მაგრამ დეითობდი სხვა მიზნით. ანუ არა, მაინც იმის პროცესზე კარზე არ მოგიკაკუნა და გითხრა გამარჯობა მე დონატა. რა თქმა უნდა, მაგრამ აბსოლუტურად სხვა мотиваცია მქონდა დეითობდა. არ მოიცავდა ეს ფრანგი ქმრის მე უბრალოდ რეალიზმისკენ მინდა ხალხს მომმართო რომ მათ შორის ჩემთვის რომ დივანზე ჯდომით არავინ სახში არ მოგაკითხავთ. ხო. I was out there, მოდი ასე ვთქვათ. და კი ვდეითობდი, ძალიან თან მინდოდა ადგილობრივი ადამიანების გაცნობა, გართობა, ყველაფერი რაც dating-ს შეიძლება მოგცეს ადამიანს, როდესაც წასული ხარ სხვაგან ცოტა ხნით და საკმაოდ რთული არის მეგობრების გაჩენაც, მithumetes ადგილობრივი ხალხის გაცნობაც და მოკლედ ძალიან მშვენიერი გამოცდილება იყო ჩემი dating-იც, მაგრამ არასდროს არაფერი სერიოზულისკენ არ მიმყავდა მე ეს. მოკლედ ასე მოხდა რომ დავრჩი მის გამო და მომავალი წელი, ფაქტობრივად ამის პირველი ერთი წელი ხო იყო ძალიან კარგი წელი, ანუ ფაქტობრივად თაფლობის თვეჩები და საფრანგეთის. მეორე წელი იყო რადიკალურად განსხვავებული რეალობასთან შეჯახება და დანახვა რომ ძალიან რთულია დარჩენა
ძალიან რთულია საბუთები, ძალიან რთულია ყველაფერი, მით უმეტეს რომ ფრანგულად არ ვსაუბრობდი და არც ვისწავლე იმ 1 წლის განმავლობაში რა ხანდარჩენას არ ვაპირებდი, მართლა ერთი სიტყვაც კი არ მისწავლია. და უცბად შევეჯახე რეალობას, რომ ფრანგული არ ვიცი, რაღაც სტუდენტური ვიზა მაქვს და მქონდა მე 1 წელს გაძლევენ რომ სამსახური იპოვო, მაგრამ ანუ 1 წელი მაქვს რომ სამსახური ვიპოვო, მაგრამ ფრანგულის გარეშე და ძალიან ბევრი საბუთომანია. და ბაზარიც ძალიან კონკურენტულია, იმიტომ რომ ახსოვს, რომ ანუ ესეთი მარტივი არ არის ევროპაში წავედი სამსახური ვიპოვე და ანუ რაღაცნაირად ყველასთვის ისე ახალმა ანუ არ ვიცი შეიძლება მე ვართულებ, მაგრამ ნუ შენი გამოცდილებიდანაც მახსოვს, მაგრამ ის ხარ მე გააჩნია მართლა ალბათ ძალიან მაგარი tech თანამშრომელი თუ ხარ მაგდან tech სფეროში, ბევრად უფრო მარტივია მგონია, მაგრამ მოკვდავი ადამიანი თუ ხარ ჩემნაირი, რომელიც სასტუმროებში მუშაობდა თუ გინდა კარგ პოზიციებზე, ძალიან რთულია სამსახურის პოვნა. ოღონდ სამსახურზე არ არის, სამსახურს რაღაცას იპოვი, ან სახლს დაალაგებ, ან ძიძათი მუშაობ, რაღაცას ალბათ იპოვი. ძალიან თუ მოინდომე, მაგრამ მე არ მყოფნი და იმიტომ რომ იმისთვის რომ სამუშაო უფლება მოეცათ, სწავლის მერე აუცილებლად უნდა მქონოდა მინიმალურ ხელფასზე 1.5-ჯერ მეტი ხელფასი. და ესეთ პოზიციებზე, ანუ მიმტანი, რეცხავი, დამლაგებელი და ასე შემდეგ, ძირითადად მინიმალურ ხელფასი გაქვს, ანუ ოდნავ მეტი, მაგრამ 50% მეტი არც ერთ შემთხვევაში არ გაქვს რა, ასე რომ ეგეთი პოზიციები ეგრევე გამოირიცხა, ამიტომ უეჭველი უნდა მეპოვა რაღაცა ცოტა უფრო მაღალი დონის პოზიცია. და მაღალი დონის პოზიცია ჩემი არარსებული ფრანგულით იყო ძალიან რთული, მოვანდომე უამრავი თვე, 8 თვე. ანუ რაც 8 თვე ახლანდელი გადმოსახედავ ვფიქრობ, რომ ეგრე ბევრიც არ არის, მით უმეტეს რომ ფრანგული არ ვიცოდი. მაგრამ ბევრი ფიქრი, ბევრი ჩემ თავში, ჩემი თვითშეფასების შელახვა სრულიად და ეგოსი, როდესაც მე ყველას რომ უნდა ჩემი სამსახურში აყვანა აქ საქართველოში და რომ ვიცნობ უამრავ ადამიანს და ესეთი ჩემი თავის იმიჯი მქონდა, რომ ესეთი კარგი თანამშრომელი ვარ და ახან ბევრ ადამიანს უნდა ჩემი აყვანა, მე თვითონ ვირჩევ, სად მინდა ვიმუშაო და სად არ მინდა ვიმუშაო, ანუ ესეთი ძალიან დიდი გონორი თუ არ აქვს და ვფიქრობ, რომ თუ არ ამიყვანენ, ახლა მათი პრობლემა, იმიტომ რომ დაკარგავენ ესეთ კარგ თანამშრომელს და აბსოლუტურად არავის არაფერში არ აინტერესებდა ჩემი არც გამოცდილება, საქართველოს გამოცდილება ეგრევე წყალში ჩასარეცხი იყო, ფაქტობრივად არავის არ ადარდებდა ჩემი ქართული გამოცდილება. ფრანგულის გარეშე მართლა აზრიც კი არ აქვს ალბათ გასაუბრებებზე სიარულს სასტუმროებში და რესტორნებში, იმიტომ რომ ყველა ფრანგულად ლაპარაკობს. სანამ ვიფიქრე რომ არ ვისწავლი ფრანგულს, ინგლისურით ამიყვანონ, პარიზია მაინც ესეთი საერთაშორისო ქალაქი, ინგლისური ვიცი, რუსული ვიცი, როგორ შეიძლება ამ ორი ენით ვერ ვიპოვო რაღაცა. არანაირი შანსი, გავაგზავნე უამრავი CV, მომდიოდა ეს უარები, ჯერ პირველი უარები მახსოვს ისე ახლოს მიმქონდა გულთან. ორშაბათობით მოდიოდა ხოლმე ბევრი უარის იმეილი ერთად და კვირის ძალიან კაი და პოზიტიური დასაწყისია. მე და ეს ორშაბათის იმეილი რომ გავხსნიდი და მადლობა აპლიკაციისთვის, მაგრამ ყველა ადამიანი თქვენზე უკეთესი იყო. ვინც გავაგზავნა თელ საფრანგეთი. ანუ ვითომ ვცდილობენ რომ კორექტულად მოგწერონ, მაგრამ მე ვკითხულობდი როგორც ყველა თქვენზე უკეთესი იყო, არაფერად არ ვარ გიხართ. და მე ისიც რაღაცა არ მოვწერო რო ვკითხო, რატომ არ აგიყვანეთ, იმიტომ რომ არ გვაქვს დრო რომ ყველას ვუპასუხოთ და ერთი თვის განმავლობაში აღარ გამოვაგზავნო. სანამ არის სწავლი რამეს. ეს წერია ვითომ ძალიან კორექტულად, მაგრამ რეალურად ეს წერია და თვითშეფასება საშინელი. ალბათ ცხოვრებაში ყველაზე ცუდი წელი თუ მინდა რომ აღწერო, ეგ წელი იყო ჩემთვის. ანუ ყველაზე კარგი წლიდან ეგრევე ყველაზე ცუდ წელში გადავეშვით. და ყოველ დღე ახალი ვქონდა, რომ არ ვისწავლი ფრანგულს, მე კი ვისწავლი ფრანგულს, მე ისა მოკლედ ჯამში ვიხდი რომ სხვა გზა არ იყო, ვისწავლე იმ დონეზე ფრანგული, რომ გასაუბრებებზე გავსულიყავი, თან ბევრი ფულიც არ მქონდა, რომ რაღაცა private გაკვეთილები მქონოდა ყოველ
დღე, ასე რომ რაღაც წიგნები ვიყიდე, ჩემით ჩავუჯექი, ინტერნეტში რაღაც ფილმებს უყურებ, მოკლედ რაღაცნაირად ზეპირად ვისწავლე ეს კითხვა-პასუხები, რასაც დამისვამდნენ. აუ, მახსოვს ეგ რო ვარჯიშობდი. უდიდესი ის მაქვს Google Sheet-ში მაქვს კითხვა-პასუხების, აი რამდენი გვერდია ვერ გეტყვი და ზეპირად ვსწავლობდი, იმიტომ რომ იმ დონეზე არ ვიცოდი ფრანგული, რომ იმას მექნა, ანუ სპონტანურად მეპასუხა ეხა მათ კითხვებზე. ამიტომ ყველაფერს ვსtildeთან მაგ დროს ChatGPT-ც არ იყო, Google Translate-ით წერდი კითხვებს, რაც შეიძლებოდათ დაესვათ და ვათარგმნინებდი პასუხებს და მე ამ Google Translate-ით რასაც მაძლევდა, იმას ვიზეპირებდი. და წავედი უამრავ გასაუბრებაზე, აღარც კი მახსოვს, ვერც მოვითვლი ალბათ რამდენზე, რომ ყოველ ჯერზე ეს ახალი კითხვები რაც მოდიოდა, იმას ვამატებდი ამ ჩემ ფაილში და ამ ახალ-ახალი data თავიდანვე დაგარი data driven-ი ვიყავი და ბოლოს დავაგროვე საკმარისი ეს კითხვები, თან ეხა ამდენ დაზეპირებაში რაღაცებს უკვე დავაკავშირე და მივხვდი რა და რაღაცებს ცოტა სპონტანურადაც ვახერხებდი და მოკლედ ერთ-ერთ გასაუბრებაზე, სადაც ასევე თან ძალიან ეჩქარებოდათ და ცოტა სხვა გზა არ ქონდათ. ანუ გამიმართლა მაგ მხრივაც, მაგრამ ნუ გავიმართლე ხა რა, გამართლება ხო არ არსებობს ცოტა. ისევ და ისევ დივანზე არიჯექი, აგზავნიდი. აგზავნიდი და გიჟივით ვეძებდი და ვიპოვე სასტუმრო, სადაც ძალიან ეჩქარებოდა თვინმე საყვანა, არავინ სხვა კანდიდატი არ ყავდათ და იფიქრეს, რომ აი ჯანდაბას კაი ბევრი გასაუბრება კი გამატარეს, მაგრამ იფიქრეს, რომ ჯანდაბას ნუ თუ არ გამოვა, ეხლა გამოსაცდელ პერიოდს ხარ და გაგიშვებენ რა. ხო და შევხედავთო და მოკლედ მაქედან უკვე ცოტა აღზევება დაიწყო ჩემი, იმიტომ რომ დავიწყე იქ მუშაობა, არაფერი არ მესმოდა და თან ვიყავი მენეჯერულ პოზიციაზე, ანუ food and beverage მენეჯერი ვიყავი და რაღაც 20 კაციანი თიმი უნდა თუ 12 კაციანი თიმი უნდა მემართა, მეილები უნდა მეწერა დირექტორებისთვის, კონტრაქტები უნდა მეკეთებინა თანამშრომლებისთვის და ეს ყველაფერი ფრანგულად ისეთ გარემოში, სადაც არავინ ინგლისური არ იცოდა, ანუ ისეთ ბიზნეს სასტუმრო იყო, სადაც ძირითადად ფრანგები დადიოდნენ და არც ერთმა თანამშრომელმა ინგლისური არ იცოდა. და მახსოვს, რომ აი პირველი თვეები იყო რაღაცა საშინელება, იმიტომ რომ აი სულ თავი მткиოდა და დილიდან ღამემდე მუშაობდი, რომ გამეგო რა ხდებოდა ამ კონტრაქტებს, ისე Google Translate-ით მაშვებოდი, ვთარგმნიდი, იმეილებს Google Translate-ით ვწერდი და ვაგზავნიდი. ხალხ ყველაზე რთული იყო თანამშრომლებთან ლაპარაკი, იმიტომ რომ უნდა მიმეცა დავალებები, ანუ შენის გაკეთე და არ ვიცოდი რა როგორ უნდა მეთქვა, აი რომ მიდი მოწმინდე იატაკი რომ მეთქვა, ეგეც არ ვიცოდი როგორ უნდა. აი ის ვეუბნები რა იმაზე პოლის ჯოხზე. იატაკის საწმენდზე ვეუბნები ის და ის მეუბნები რა და რაღაცა მე იტყვენა ერთ სიტყვას სეხპიერ და მე ხოლმე დავიმახსოვრე რომ აი ამას იატაკის მოსაწმენს ქვია სეხპიერ. და ესე ნელ-ნელა, ოღონდ ძალიან ბევრი მუშაობით მოკლედ იმ დონეზე მაინც მივედი, არა, რეალურად ერთ 3 თვეში ძალიან კარგად ვისწავლე ფრანგული იმ დონეზე, რომ მე მუშავა რა. და მოკლედ ეს ერთი წელი იყო საშინელება და მე უკვე მაქედან უკვე რო დავიწყე ლაპარაკი, იქიდან უკვე გაუმჯობესდი და ერთი 6 თვის თავზე უკვე მართლა კარგად ლაპარაკობდი. და მოკლედ მე ვიმუშავე ამ სამსახურში, რომელიც თან ძალიან არ მომწონდა. 3 წელი მაინც ვიმუშავე, იმიტომ რომ თან დაემთხვა COVID-ი და არცად წასასვლელი აღარ იყო და მოკლედ ძალიან დეტალებში არ შევალ ხა ჩემი ყველა წლის ცხოვრების, მაგრამ მას მერე კიდე გამოვიცვალე სამსახურები, გამოვიცვალე აზი უკვე პროფესიაც. ერთი 4ჯერ თუ 5ჯერ გამოვიცვალეთ საცხოვრებელი ბინა, 3ჯერ გამოვიცვალეთ ქალაქი. გავაკეთეთ სხვადასხვა უძრავი ქონების ინვესტიციები და ასევე stock exchange-ის ინვესტიციები, უამრავ რაღაცაში გავერკვიე და ამასობაში ასევე უკვე მოქალაქეობაც ავიღე საფრანგეთის, ასე რომ ამ 8 წლის განმავლობაში, რომლიდანაც პირველი წელი იყო თაფლობის თვე, მეორე წელი იყო დეპრესიის და დანარჩენი 6 წელი დალაგების პერიოდი, ძალიან ბევრი რაღაც მოხდა ჩემ ცხოვრებაში. და ორი ბავშვი. და ორი ბავშვები დამოვიწყდა. ორი ბავშვი პლუს. ეს იყო ჩემი ისტორია, რატო ვიყავი აქ, რატო დავრჩი და დაახლოებით რები ვაკეთე. შვენიერი შეჯამება. კარგი, ამ 8 წლის განმავლობაში ბევრი გამოცდილი. მე ის ვიქნებ მაი ასოციანის როლში ვიქნებ. ამ 8 წლის განმავლობაში ბევრი გამოცდილება დაგიგროვდა საფრანგეთთან დაკავშირებით. რა დაკვირვებები არის, სხვა ეპიზოდებშიც ამაზე რაღაცებს ვლაპარაკობთ ხოლმე, მაგრამ რაღაცნაირად შეჯამებულად შეგიძლია მოყვე მაგალითად რაღაცები, რაც
სხვანაირად გეგონა, სხვანაირად იყო, ან გაგიგია, ან სხვებისგან გაგიგია და სინამდვილეში მოკლედ რეალობაში რაღაცა მითები რო არ გამართლებულა. პირველი რაც დიდი მითი იყო, რაც უკვე აღვნიშნე, ის არის, რომ მეგონა რომ პარიზი საერთაშორისო ქალაქი იყო და რეალურად არ არის, მართლა არ არის, ძალიან ფრანგული ქალაქია, რაც მგონია რომ ეხლა მგონია რომ კარგი, იმიტომ რომ მაგიტომაც არის ესეთი ავთენტური და მაგიტომაც უყვარს ყველას ასე ძალიან, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ფრანგული შეგრძნება აქვს და ხალხი მართლა ცხოვრობს, ანუ მუზეუმი კი არ არის, ნამდვილი ქალაქია, სადაც ხალხი მუშაობს, ხალხი ცხოვრობს, მიდის, მოდის და როცა ჩამოდიხარ, გრძნობ ამ სიცოცხლეს და არა მხოლოდ ვაიმე რა ლამაზი მუზეუმებია რა. ასე რომ ხო მაგის ilūzija არავის არ უნდა კონდეს რომ პარიზი საერთაშორისო ქალაქია და იქ რაღაცა ინგლისურით რამე სამსახურს დაიწყებენ. რამე სამსახურს დაიწყებენ ალბათ, მაგრამ აი ეგეთი აი ძალიან ამბიციებით არ უნდა ჩახვიდო ხო, მოკლედ. ამბიცია. მე მგონი ფრანგები მაგ humbling-ში არიან ძლიერები, რომ აი ისე გაგტეხავენ, რომ they will humble you, რომ ბოლოს შენ თავში ზეჭვი შეიტანო და რაღაცა სხვანაირ მასქან რა ქვია, გარდაისახო რა, რაღაც გარდააფასო რაღაცები. მე შენთან ხო, ან ჩვენ ეხა გამახსენდა რომ პირველად პარიზში ვიყავით, სხვა, ანუ სანამ სწავლას დაიწყებდი. კონცერტზე ვიყავით წასული ერთად. ჩვენ და ჩვენი მეგობარი. და ან თვითონ ქალაქი ძალიან მიყვარს. იმის მერეც ხო შენ რაც მანთხარ რამდენჯერ ვარ ჩამოსული. და სულ მიხარია, მაგრამ აი ქალაქი მიყვარს, თორქე მიყვარს პარიზი. დანარჩენი ფრანგებთან ნული შეხება მინდა. და ნუ ჯონატანი ის არის რა ქვია, გამონაკლისი, იმიტომ რომ მაინც თან ან ბოლომდე ფრანგი არ არის რაღაც ისა რა თვითონაც ადამიანია სხვანაირი. და ვუგებთ და რა თან მე მგონი ჩემნაირი ცანცარა რო არის რაღაცა გვაქვს connection-ი რა იმ level-ზე მენტალიტეტის თუ რაც არის და თანჩენი აი ფრანგებთან დიდად ვერ ვისიამოვნე ვერც ერთხელ ჩვენი ინტერაქციით და I don't care for them რა which and they don't care for me either ამიტომ it's okay მაგრამ ქალაქი არის ძალიან კარგი და პარიზი მიყვარს როგორც ტურისტს, მაგრამ აი თან მით უმეტეს შენ ტანჯვას წამებები რა ვიცი რაც გამოიარე, არა მადლობა. ხო, გეთახმები ყველაფერში, მაგრამ ასევე მინდა აღვნიშნო, რომ შენ აფასებ ფრანგებს პარიზელებით მხოლოდ და არის დიდი სხვაობა მაინც პარიზელ ფრანგებსა და ფრანგებს შორის და ძალიან მინდა რომ ერთხელ ჩამოხვიდე ისე რომ წავიდეთ countryside-ში და სულ გეგმავთ. მაგრამ სულ ბავშვებს აჩენს ეს გოგო და როდის უნდა ვქნათ არ ვიცი. ცოტა რომ წამოიზდებიან ბავშვები, მაგრამ სულ სხვა საფრანგეთი არის პარიზის გარეთ. ოღონდ აი პარიზის რეგიონის გარეთ მართლა რა, ეხლა მეც თვითონ პარიზის გარეთ ვარ, მაგრამ მაინც პარიზია ეს. ანუ აბსოლუტურად სხვა ის სამხრეთით რო წახვიდე, განსაკუთრებით, ან რაღაც პატარა ქალაქებში აი სულ სხვა ხალხია, სულ სხვა მენტალიტეტია. ბევრად უფრო გახსნილები, ბევრად უფრო თბილები არიან, ბევრად უფრო ხალისიანები, ანუ აი შენ მგონია ამ შეშუტკავებაში ძალიან გაგისტორდება არაპარიზელი ფრანგები, იმიტომ რომ სულ ცდილობენ რომ რაღაცა იშუტკავონ, აი რაღაცა გითხრან, აი ყოველ გასვლა-გამოსვლაზე რაღაცა უნდა შეგიტიკინონ რა. ხო და მგონია რომ ეგ თანამ ფრანგებზე მაგას ვიტყვი, მოკლედ ჯერ ნახე. კაი, პარიზელები ესე იგი, მაშინ ესე კო. სრულად გეთანხმები, იმიტომ რომ ну სხვა ცხოვრების რიტმი არის დიდი ქალაქის რეალურად რა ნიუ-იორკელებზეც ხო მაგას ამბობენ რომ ისინი არიან მაგარი უხეშები და უხასიათოები და ხო ეგრე ანუ იმდენად გასტრესილები არიან რომ აი ესე ანუ სწრაფად უნდა მოხდეს ყველაფერი ანუ ყველას ეჩქარება ყველა ის არის ანუ შენთვის არავის არ ცალია და ყოველი პატარა შენი გადახვევა მათ გზაზე თუ შემთხვევით მოხვდი ნერვები მოეშლებათ რა რაც ერთის მხრივ მესმის, იმიტომ რომ მაგარი გამაღიზიანებელია ეს ტურისტები ნელა რომ დადიან. ჩამოეტრევიან ხოლმე. ფოტოს უღებენ ყველაფერს. ნელა რომ დადიან და რო არიციან და რაღაცებს, ან ძალიან ბევრი დრო მიაქვს რა და რეალურად მაგის დრო არ გაქვს. ძალიან ყველგან გეჩქარება, დროზე უნდა მიხვიდე და იქ რო ჩამოდგება მეტროსთან ვიღაცა და არ გიშვებს. მესმის ერთის მხრივ გასაგია, მაგრამ ხო, პარიზელები საკმაოდ უხეშები შეიძლება იყვნენ მხრივ რა. მაგრამ აი თუ გინდა იმეც ამ პატარა ქალაქში სადაც ვარ, აქ
ვითომ პარიზთან დაანახულს ვარ, მაგრამ აი ხალხი ბევრად უფრო კეთილგულ განწყობილია და ბევრად ნაკლებად ეჩქარებათ და მეც გელაპარაკებიან ანუ არითულიან დროს, ასე ვთქვათ რა. სულ სხვა აქაც კი ბევრად უფრო ესეთი ადამიანურები არიან, ვიდრე პარიზის ცენტრში მაგალითად. ხო, მან კიდე ან რაღაცა პარალელები ან ძალიან საინტერესო ადამიანებს რო აკვირდები მე თითქოს რაღაცები ერთნაირია, მაგრამ სხვადასხვანაირი გამოვლინება რო აქვს ხოლმე და მეც სწავლის ამბავში ვიყავი ინგლისში. იქ რაღაცა ინტერაქციები მქონდა იმასთან, რა ქვია, ბრიტანელებთან, რომელიც ადგილობრივი სავარაუდოდ არავინ არ იყო, იმიტომ რომ სტუდენტური ქალაქია. ხო, ამაზე მე კი ვილაპარაკებთ, მაგრამ ძალიან დავამუღამე ბრიტანელების ხასიათს, იმიტომ რომ ჩემისგან აი 180%-ით განსხვავებულია სხვადასხვა პოლუსებზე ვართ, იმიტომ რომ მე რაღაც ძალიან კონტაქტური და ის ვარ, მაგრამ ჩვენი რაღაც ის ემთხვევა ამ შრალ სარკასტულ იუმორში ძალიან ვიკვეთებით და აი ეს ძალიან მომეწონა და იქ ადგილზეც აი რაღაცა შემთხვევები რო იყო რომ ჩემს მიმართაც აი ესე იყვნენ რომ აი ხა შენთვის ფცალია ან რაღაცა ძალიან მეცინებოდა იმიტომ რომ აი იმდენად კვინტესენციურად მათი ხასიათის იყო რომ მეთქი აი შევიგრძენი ადგილობრივი მთლად არა, მაგრამ ნუ ავთენტური მოკლედ ბრიტანელი ადამიანის არქეტიპი თუ რავი რა შეიძლება რომ დაარქვა, ხო და თითქოს აი ანუ მაგ მხრივ პარალელურ გავულო რომ აი პარიზელებიც რაღაც ესე არიან, დარწმუნებული ვარ რომ ნიუ-იორკში ჩახვალ იქ კიდე სხვანაირად უჟმურები არიან, პარიზში სხვანაირად უჟმურები არიან და ბრიტანელები სხვანაირად უჟმურები არიან, იმიტომ რომ თან სინამდვილეში არ არიან, იმიტომ რომ მე რაღაც ჩემ ბრიტანელ ჯგუფებს რო ველაპარაკებოდი, ის იყო რა ქვია, ამიხსნეს მოკლედ რაც ხდება და რატო იყო, იმიტომ რომ ეგ ინტერაქცია მოვუყევი, რომ ძალიან გამეცინა მეთქი და ამაზე მე ველაპარაკოთ, როცა ამაზე ველაპარაკებთ, მაგრამ ნუ მოკლედ უჟმურობის სპექტრი არსებობს და ძალიან მრავალფეროვანია. ხო, არა, ინგლისელებიც უჟმურები არიან ნამდვილად. ფრანგები უჟმურები არიან, უფრო უხეშებით რაღაცა. რუდ, რასაც ქვია რა. ხო. უხეშები შეიძლება იყვნენ და უტაქტოებით შეიძლება იყვნენ რა იმ. მაგრამ თავაზიანები არიან. აი თავაზიანობა არის საფრანგეთში ძალიან მნიშვნელოვანი. აი არ ვიცი სხვა ქვეყნებში ევროპის და თუ გინ ინგლისში არ ვიცი ეგ როგორ არის. აქ არის აი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა სამყაროში არის თავაზიანობა და თავაზიანობა ნიშნავს რომ უთხრა გამარჯობა ადამიანს, როდესაც ნახავ, დაინახავ, უთხრა მადლობა, უთხრა თუ შეიძლება რაღაცას უთხრა მადლობა, როცა მოსჩება და ნახვამდის, როცა მიდიხარ. ანუ აი ეს როგორც მინიმუმ ეს ანუ იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ხო არ ხოლმე რაღაცა ემილინ ფერში და რაღაცებში იყო მაგაზე გადავა, ყველა ამბობს, რომ კი ბონჟურ არ მითხრა და ის გაბრაზდა და მეგონა ყოველთვის ესეც მითი, მაგრამ არა, ეს მართლა არ არის მითი, ძალიან მნიშვნელოვანია და თავიდან მე მიჭირდა, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს კულტურაში ეგრე ძალიან რა, არ ვიცი, ხა ვიღაცას მეზობელს თუ არ ვიცნობდი და გამარჯვებას არ ვეტყოდი. სადღაც რო შედიხარ, გამარჯვებას თუ მაინც რაღაც არ გჭირდება, ესე უბრალოდ რო შევიდე და საერთოდ შეიძლება არ მქონდეს ინტერაქცია იმ გამყიდველთან, გამარჯვებას არ ვეტყოდი საქართველოში, ხო? ანუ არ ვამბობთ ეგრე ხშირად გამარჯვებას საქართველოს. მით უმეტეს თუ არ იცნობ ადამიანს, ხა თუ იცნობ კი. კი, და სხვა შორის ეგ მეც და ანუ ჩვენ ძალიან სტუმართ მოყვარა და ეს ვართ, მაგრამ აი რაღაც რო გაგიშინაურ, ანუ ესე უბრალოდ ქუჩაში ვიღაც ადამიანს რომ მიესალმო, ეგონები რომ გიჟი ხარ, ან რაღაც მეტროში ვიღაცას გაუღიმ, ან მაგაზეც ადრე ვლაპარაკობდით, რა მეტროში გაცნობა და ეგეთ რაღაცები ჩვენთან რო არ მოსულა რა. აი უცხო ადამიანებთან გამოლაპარაკებაში, მოკლედ პირველად ინტერაქციაში არ არის ჩვენ კულტურაში. თვითონ თუ გამოგელაპარაკება, არ ტყვი ხარ რაღაცას, მაგრამ ჩვენ არ ვშობით და პოლონეთში ჩვენ ოფისში როცა ვიყავი, რაღაც იქ ადგილობრივმა თანამშრომელმა ვინც მიგვიღო, რაღაცები გითხა, რომ აი აუცილებლად სამზარეულოში შეხვალთო, გამარჯობა, უთხარითო, იმიტომ რომ ისაო, რა ქვია, ესე ელოდებიან და აი ჩვენთან ან უზდელობა და არ ჩაითვლება, ხა შეიძლება მივესალმო, ხანდახან ვესალმებ ხოლმე, ხანდახან აი გააჩნია, ხა თუ თვალში გავუყარეთ ერთმანეთს რაღაცა, გავუღიმო შეიძლება რაღაც, მაგრამ ესეთი ანუ წესად რო აუცილებლად უნდა მიესალმო, თან ანუ არ მგონია რომ უზრდელი ადამიანი ვარ ზოგადად, მაგრამ ესეთი არ არის კულტურაში. ხო, ესეთი წესი არ არის.
კი, რომ აი რაღაცა სადღაც რო შედიხარ, აუცილებლად თუ იმათთან ანუ ინტერაქცია არ გაქვს და რაღაც საერთო ოთახია რა, იმ ხალხის რომელიც საერთოდ არ არის კავშირი რა, გარესალმები ხო და იქ მოკლედ პირდაპირ ესე ხაზგასმით გითხეს, რომ მაგალითად სამზარეულოში შეხვედრთ ან სადმე ოთახში რაღაცა და იქ ხალხი არის, აუცილებლად მიესალმეთო და რაღაცა ალბათ არ ვიცი, ნორდიკ თუ რაღაცა რომელი ევროპის რაღაც ევროპული ის არის მაინც რა. აი მართლა არ ვიცი, მეც ვერ ხვდებოდი და თავიდან ჯონატანი იწვებოდა ხოლმე სირცხვილით თუ არ ვამბობდი სადმე მას გამარჯვებას და თან აი ქუჩაშიც თუ ოდნავ მაინც ადამიანი შენს გამო 1 სანტიმეტრით შეცვალ ტრაექტორია მადლობა უნდა უთხრა. შემთხვევით თუ შეეხერთი თითით ტრანსპორტში ვიღაცას მაგალითად უკაცრავად უნდა უთხრა. და ანუ ეგეთ რაღაცებზე რა და თავიდან ახან ეს საერთოდ არ არის ჩემ კულტურაში არ ვამბობდი ხოლმე, მაქსიმუმ გამეღიმა რა. აი მოკუპოდა ხოლმე, ვაიმე ეს როგორ ქენდა, ვაიმე ეს რა არის უზდელები ხართ ქართველები თუ რა არის როგორ ეს როგორ არის რომ უნდა გააკეთო არ გასწავლეს მშობლებმა. ხო და მოკლედ ნუ რაღაცნაირად მე გავაკეთე ინტეგრაცია რა. თან აი ვიღაცასთან რაღაცა რო გჭირდება მაგალითად, ხო მიდიხარ და უკაცრავად და რაღაცას ეუბნები. ხო არ გამარჯობა, უკაცრავად ეგრე ხო არ ეუბნები არა და რამდენჯერ რამე დამჭირდა თავიდან მივიდოდი ვიღაცასთან და ვეუბნებოდი უკაცრავად, ექსკუზე-moi და მე ვიწყებდი რა ამას და ერთხელ ვიღაც მეტროში უნდა ვკითხო ვიღაცა პოლიციელს რაღაცა და ვეუბნები რომ ექსკუზე-moi რაღაცა და bonjour მეუბნები ექსკუზე ვუმეორებ რა მე მგონა ვერ გაიგო bonjour თუ ვუმეორებ კიდე ერთხელ და bonjour რომ მე მივხვდი რომ ვაიმე bonjour არ უთხარი ჯერ სანამ ექსკუზე-moi-ს ვეტყოდი და ეს ამაზე არ გააკეთე პროგრამა არ ჩაიტვირთა სანამ bonjour ხო და ეგეთ რაღაცაზე რა ანუ მართლა bonjour არის bonjour merci au revoir არის ვერ აღგიწერ როგორი მნიშვნელობა მე მივხვდი ხა არიან უხეშები მაგრამ არა ფამილიარულები ხო ფამილიარ ხო არა აი ეგ არის ალბათ და ჩვენ უფრო ფამილიარულები ვართ ზოგადად კი და ნუ თქვენობით რომ უნდა ელაპარაკო რა თქმა უნდა ყველას ნუ თქვენობით ახლა მანდაც ყველას თქვენობით ველაპარაკებოდი ვისაც არ ვიცოდი მაგრამ აქ სრული კატასტროფაა შემთხვევით თუ შენ უთხარი ვიღაცას აი ძალიან უხეშობა ძალიან აი ეს აი ამ თავაზიანობის წესების ათვისებად საკმაოდ გამიჭირდა თავიდან და მოკლედ მრაცხავდნენ იმათ უზრდელ ადამიანს თან შენ საკმაოდ ესეთი კვახე ადამიანი ხარ მაგამ ანუ ეს მე პირდაპირ რაღაცა მჭირდება პირდაპირ ნები რა ანუ ეს შესვლა მისვლა მოსვლები და გამარჯობა და აბა როგორ ახარ და აბა ისა ნუ არ შემეძლო ეხა დავამუღამე ძალიან მაგარი გავხდი small talk-ში რა ყველაფერი სწავლებადი არის ანუ ალთავიდან უნდა უთხრა რაღაცა bonjour comment ça va ცოტა ხა იმაზეც კი ამინდზეც კი რაღაცა რომ ყოლო ამინდია იმიტომ რომ ნუ ეგ ეს ჩამოთრეული ტურისტები ხო ანუ აი მე small talk-ი დავიზეპიდე თავიდან და აცი უკვე ძალიან ინტეგრირებული მაქვს რა არა და მეც ძალიან არ მიყვარს და განსაკუთრებით იმაში რა ქვია ინტერნეტში ვინც ესემწერთ ხოლმე არა უშავს ანუ ეგრე არ გაჰეითებთ განაგძეთ უბრალოდ შეიძლება ცოტა ვიბუზღუნო ჩემ თავში რა რაღაცის თქმა რა უნდათ ხოლმე და ჯერ რო ელოდებიან რომ უპასუხო მე ისა და აი ამ დროს გინდა ხოლმე უთხრა რომ აი მალე მომწერე იმიტომ რომ ინტერნეტი არის რა აი ეხა რეალურ ცხოვრებაში რაღაცა მიხვალ და უფრო დაუსმოლთოქებ და ამ ინტერნეტში არ მინდა ცერემონიები რაღაცნაირად გონია რომ ინტერნეტის ეტიკეტი ცალკე არის ხო და ალბათ სხვები უფრო თავაზიანები არიან ვიდრე მე ვარ. მე მიყვარს ან თან თუ პირდაპირ ამ ადამიანთან მიმესვლება ეხა ესე და რაღაც შესავალი არ ჭირდება. ან ჯერ მივწერ რაღაცას მოვიკითხავ და პირდაპირ წერ ხოლმე რომ არ დაველოდო იმის მოწერილს, იმიტომ რომ ნახავს რა როცა იქნება, იმიტომ რომ ჯერ ხომ უნდა მომწეროს, მე უნდა ვუპასუხო, აი მოკლედ ეგ ბუღალტერია მეზარება ხოლმე და ამიტომ პირდაპირ ვაჯახებ ყველას ყველაფერს. ხანდახან ცოტა ნაჯახივით. ხო და ნაჯახი ეგ აი ინტერნეტშიც არ იმაშვება რა იმეილებში მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანია რა ის პირველი რამდენიმე წინადადება უნდა დაწერო. ესე იგი აუცილებლად რა თქმა უნდა გამარჯობა. იმედია კარგად გრძნობ თავს ან უნდა გითხო როგორ გრძნობ თავს. მერე უნდა უთხრა იმიტომ გწერ რომ ანუ იმიტომ ვაძლევ თავისუფლებას აი პირდაპირ რო გადავთარგმნე ხარ ასე იმიტომ ვაძლევ თავისუფლებას რომ მოგწერო რომ გკითხო
თუ შეიძლება bla 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 და ძლივს to the point. მე ძალიან გრძელი ასევე ძალიან დიდი მადლობა წინასწარ ამისთვის და ამისთვის მე დაველოდები შენს პასუხს bla 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 პატივისცემით ბარბარა. ანუ რეალურად აქედან რაც ნამდვილად ერთი წინადადება. მაგრამ აი ამის გარეშე შეუძლებელია. ასევე ტელეფონზე ვიღაცას თუ ურეკავებ დაზღვევას და წინა აი ეს ფრაზები თუ არ თქვი გამარჯობა იმიტომ გირეკავ, იმიტომ ვაძლევ თავისუფლებას რომ დაგირეკოთ რომ bla 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 ძალიან ისე კორექტულად თან სპეციალური ისინი გრამატიკული ფორმები არსებობს ამის ან პირდაპირ კი არ ამბობ სპეციალური ფორმა არის რომ პირდაპირ კი არ ეუბნები რომ ეს მინდა ეუბნები I would like to და ისიც კი აი ინგლისურშიც კი არ არის ეგეთი ფორმები მოკლედ ეს სპეციფიური თავაზიანი ფორმები უნდა გამოიყენო ყველაფერი მოკლედ ეს ძალიან დამღლელი იყო თავიდან ნუ ეხლა უკვე ინტეგრირებული მაქვს და პირდაპირ ვაკეთებ და სამაგიეროდ ეხლა საქართველოში რომ ჩამოდივარ ხო ანუ კაცი უკვე დაზეპირებული მაქვს ეს ყველაფერი და მან რომ ჩამოდივარ თარგმნი ქართულად და ყველგასაც შევდივარ ეგრევე გამარჯობა ვიღაცას თვალებით ვეძებ რომ ვიღაცას გამარჯობა უნდა ვუთხრა ვინმე მარი ფიქრობს რომ უძდელი ვარ და შევდივარ მაღაზიაზე და ორ ნაბიჯში შევედი და ვეძებდი ვიღაცას რომ გამარჯობა სამოლარე დავიჭირე და გამარჯობა მე გავაქცევი ჩემს რომ მე გამეკეთებია გაგიაქტიურებინა რო და გააქტიურების ის რა გასვლისასაც აუცილებლად უკვე რომ მივედი ახლოს კიდე ერთხელ გამარჯობა უნდა უთხრა ანუ თხა გამარჯობა კიდევ ერთხელ და მე ეს ყველაფერი მე მადლობა კარგი დღე უსურვო და ანუ ესე თარგმნი ახლა მანდაც რომ ჩამოდივარ ხოლმე ეგრე ვიქცევი და ანუ აშკარად უგრძნობ რომ ძალიან უცნაურად გონიათ რომ გიში ხარ იმიტომ რომ ანუ ხშირად ახლა ეგეც ძალიან ის არის ჩემი აზრით უძდელობა ახლა ამ მოლარეს რომ მადლობას და რაღაცას არეუნები გამარჯობას ახლა ეგ ძალიან ჩვეულებრივია მაგრამ შეიძლება ანუ დაჟე გამარჯობას არ ვეუბნები მადლობას ნამდვილად ყოველთვის ვეუბნები ხოლმე აი გამარჯობა მოკლედ გამარჯობას ვეუბნები იმ ხალხს ვისაც ვიცნობ მე მგონი ანუ ეგეთი რა ხო და ეს რა ქვია ხო და მაგრამ აი მადლობასაც რო არებდნენ საერთოდ რო acknowledgement-ს არ უკეთებ იმის რომ იქ არც ადამიანი არსებობს ეგ ხა მართლა უკვე ყველანაირ კულტურულ ნორმებიდან ამოვარდნილი უძდელობა მაგრამ აი ეგ ხო აი პირდაპირ შედიხარ რომ ვინმეს გამარჯობა უთხრა გამარჯობა ესე ვერ შევდივარ სადმე ადგილას რომ გამარჯობა არ თქვა ძალიან მიჭირს უკვე რა ხო და მოკეთ მანდ ვიღაცებს მეზობლები რა ანუ თუ ლიფტში ვიღაცა შემხვდა ვიცაც არ ვიცნობ თუ გინდა ხა აი გამარჯვების გარეშე არ გამოვა ანუ ლიფტში შევიდი ადამიანთან და გამარჯობა არ უთხრა არ შეუძლებელია და მაგაზეც ანუ არ მეუბნებიან ხოლმე უკან გამარჯვებას ანუ რომ საქართველოში ვინმე ველოდები გამარჯვებას არ უკან არ მიბრუნებენ გამარჯვებას მაგრამ მე კიდე ახლა ვიცი რომ არ გვაქვს მაგის კულტურა კაცო просто მე გამიჩნდა ახლა ეს კულტურა და მეუცნაურება ძალიან ხო და წარმოიდგენ ფრანგი რო იყო ალბათ შოქში იქნებოდა ხო და დეჩემი რო ჩამოდის ხომ დეჩემს ხო არ აქვს კულტურა და აი წინა მეც ძალიან შემრცხვა რამდენჯერმე რო არ თქვა გამარჯობა და მადლობა და ვეუბნები ხომ ახლა იქ რომ მივალთ იქ გამარჯობა აუცილებლად თქვი მე ის თქვი მეც მრცხვენია, იმიტომ რომ ვიცი რომ ნიშნავს რომ იფიქრებენ რომ უძდელია და არ არის. ფრანგული ეტიკეტის კურსები ბარბარასგან ესეთი ერთმა გავაკეთე. ეტიკეტი ხო მართლა აი ძალიან მნიშვნელოვანია რა. ეგ სხვაობა დიდი საქართველოსა და იმას შორის, საფრანგეთს შორის. კიდევ ვიტყოდი აი რო დავანაწილოთ ახლა ცოტა რაღაცები რო გამიხილოთ რა აი კარიერის მხრივ განსხვავებები და ოჯახის მხრივ და ასე შემდეგ. აი კარიერაში რა რო თქვი წაღან რომ ამბიციაო რაღაცა არ არის. აი ამბიციურობა არ არის დაფასებული რა. პირიქით ცოტა ცუდი ტონია რომ ამბიციური იყო და კარიერისტი იყო აქ რა. საფრანგეთი არის მაინც ძალიან იდეოლოგიურად სოციალისტური ქვეყანა და ძალიან ბევრი წლის განმავლობაში იყვნენ მემარცხენეები მაშინ ძალაუფლებაში და აი ეს არის გამჯდარი რასაც ქვია რა ძალიან ბევრი მემარცხენეა ძალიან ბევრი პროფკავშირია ძალიან დიდი ძალა აქვთ თანამშრომლებს დაცულია მაქსიმალურად თანამშრომლების უფლებები მოკლედ აი ეს ყველაფერი რა რაც ჩვენთან არ არის რეალურად იმიტომ რომ ნუ გაჭირვებული ჩვენთან არაფერი არ არის და იმის თან კაპიტალისტური ქვეყანა ვართ რეალურად იმიდან კაპიტალისტურის არ ვართ სამწუხაროდ ცეხავიკური ვართ ჯერ კიდე ანუ კაპიტალიზმის ისიც კი არ არის რა იმიტომ რომ მაგ შემთხვევაში შესაძლებლობების მეტი ის იქნებოდა არეალი აქ არის ყველაფერი
generational wealth 90-იანებში ვის რა წაღლიტა და წაართვი და დააგროვე რაღაცა კაპიტალი, რაზეც მე დააშენე. ანუ კაპიტალიზმიც კი არ არის, ამიტომ საერთოდ სხვა განზომილება. პოსტსოვიეტ კაპიტალიზმი. ვერ კიდევ ვერ გამოვედით ხომ 90-იანებში ვინც აგროვა ფული, იმათ აქვთ ჯერ კიდევ ძალიან დიდი ძალაუფლება, მაგრამ ისიც არ არის რომ არ იყოს ოპორტუნიტიები რა, ანუ ვიღაცას თუ ძალიან უნდა ჩალიჩი, მგონია რომ იჩალიჩებს, არ ვიცი, ესეთი ეხლანდელ რეალობაში, ანუ შენ რო წახვედი, მაშინ ეგრე იყო. ეხლანდელ რეალობაში როგორც არის, რამეს თუ იჩალიჩებ, მე დიდი შანსია რომ მაინც ციხეში ამოყოთავი, თუ ვინმეს არ მოეწონა რა იჩალიჩე. და ასევე ჩალიჩი, ხო, პოლიტიკური მდგომარეობა მან ძალიან დიდ კონტექსტს თამაშობს და კანონების და რაღაცების ეთიკის დარღვევის გარეშე შეუძლებელია რომ დიდი ფული, რასაც ქვია. ხო, არა, დიდი ფული არ ნუ ეგ ზოგადად კაპიტალიზმშიც ეგრე არის, ხა რა ვიცი. კონდარტული ამ მგონია რომ დიდი ფული. მე შენ გეტყვი, ხა ბეზოსი არის ძალიან ეთიკური ბიზნესმენი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კიდე ანუ ან ჩვენთან მე რასაც დავაკვირდი, ბარემ რადგან მაგ თემას შევეხეთ. კაპიტალიზმის ის ნაწილი არ მუშაობს, სადაც მომხმარებელს აქვს გავლენა რა, ანუ ჩემ ფულსაც დავხარჯავ მაგ თემას, მაგალითად, ანუ ამერიკაში უფრო მეტად აქვს გავლენა, ანუ უბრალოდ ახლა მულტიმილიარდერები და ისინი რო არიან, მაგ ხელა Amazon-ს ახლა ძალიან რთულია რომ რამე დააკლო, იმდენად სხვა ფესვებია გადმული, მაგრამ ზოგადად ანუ ამ მომხმარებლის ძალას აქვს ძალა რა. და ჩვენთან იქიდან გამომდინარე არც გადასახადებზე დიდად წარმოდგენა არ გვაქვს რომ ფულს ჩვენ ვიხდით თუ რა ხდება აი ეს ნაწილი სადაც ფულს მე ვაკონტროლებ რაში რას ვხარჯავ ან წესიერად ამ სიტუაციიდან გამომდინარე რაღაცა ბიზნესები ვერ დავაბოიკოტეთ იმიტომ რომ ეგ კულტურაც არ არსებობს რა ანუ იმის შეგნება რომ შენ მარტივია და ბოიკოტება იმიტომ რომ ნაკლები ადამიანია და მართლა მართლა შეიძლება გაკოტოს კი რა თქმა უნდა მაგრამ აი ეგ ძალა შენი კაპიტალის მოკლედ აქეთ მხარესაც ეგეც არ არის რა რაღაცნაირად იმიტომ რომ ჯერ კიდევ ეს მონური მენტალიტეტი ჯერ კიდევ ვერ წავიდა რა მამოს ხო კი იმიტომ რომ სახელმწიფოსთან განცალკევება და იმის ვერ გაგება რომ ანუ რაღაცა მეფის რუსეთის ფული კი არ არის ანუ შენ ჯიბიდან გადახდილი ფული არის მიუხედავად იმისა მუშაობ თუ არ მუშაობ მაინც დღეგეს რო იხდი და არც სხვანაირ გადასახადს ანუ მაინც კი რაც არ უნდა თვით დასაქმებული რავი ფერმერი იყო მაინც იხდი იმ გადასახადებს და ეგ ყველაფერი ჯერ არ არის მოკლედ ჩვენთან გააზრებული რა ძალიან ბეიბი სტეპსში ვართ და ამ 8 წელს საქართველოს პრესაში თუ შევაჯამებთ ეგ ძალიან კარგად დავინახე რომ ჯერ არ გამოსულვართ ანუ ის 30 წელი რაც ქონდა საერთოდ არ იყო საკმარისი იმისთვის რომ ჩამოყალიბებულიყავით როგორც მოქალაქეებიც კი არა რაღაცა სტრუქტურა გქონოდა რომელიმე წყობა გინდა რაღაც კაპიტალისტური და სუპერ რაღაც ოპორტუნისტული გინდა რაღაც სოციალისტური აი ეგ წყობის თემა საერთოდ არ განიხილება იმდენად ქაოსი არის ჯერ მარტო იმიტომ რომ იდეოლოგიურად იმდენად ცოტანი ვართ რომ იდეოლოგიურადაც ფუფუნება არ არის რომ ესე გამოეყო რა ერთმანეთს და ის არის რაღაც რავი მემარცხენეების ჯარიმებს მემარჯვენედ განწყობილი ხალხი იხდის და ანუ მოკლედ ეგ გახლეჩა არა მე მგონი რაღაცა ძალიან გენიალურ რაღაცებს მივაგენი ხა მაშინ გაერთიანებაზე მაგრამ მაგან დარწავიდეთ ხო და მოკლედ ჩვენთან ხო არ არის ეგ რა ხო არა მან ეხლა ხო საქართველოს კაპიტალისტურს ვამბობ იმიტომ რომ ხო ცოტა უფრო ჯუნგლების კანონია მოდი ასე ვთქვით აქ ბევრად უფრო მემარცხენეობისკენ არის იმიტომ რომ გადასახადები ძალიან მაღალია და შესაბამისად ითხოვ მეტს რაც რა მეტი რაღაცები გეკუთვნის და ნუ კარიერაზე რო გადავიტანო ხალხი არ არის ამბიციური ეგ ძალიან გამიკვირდა მე რაღაცა სულ მე ზოგადად თვლით ჩემთავს ამბიციურ ადამიანს და აქ რაღაცა ცუდ ტონად რო ითვლებოდა ჯოანტაინს უმეფნება რომ რატომ მუშაობ ამდენს
რატო აკეთებ ოვერთაიმებსთან არა თქმა უნდა ანაზღაურებადი არ იყო რაღაც ერთხელ მაგვიანდებოდა და ტაქსით წავედი იმიტომ რომ არ დამაგვიანდეს მეთქი და ან ტრანსპორტი იყო პრობლემური თორემ მე კი არ მაგვიანდებოდა მაგრამ მე ხო ვინერვიულე მაინც იმიტომ რომ ჩემი საქმე ბუჭდება სამსახურის საქმე ბუჭდებოდა მაგრამ ჩემ საქმეთ აღვიქვამთ რომ ownership-ი მაქვს ძალიან დიდი ყველგან სადაც ვმუშაობ და ну მაგაზე აი ისე გაიგიჟა თავი რომ ტაქსიო ანაზღაურებიო იცოდე სამსახურს შენი ფული არასდროს არ დახარჯო მაგაზეო რა და მეთქი მე ვარ პასუხისმგებელი და მე რა შენი ბრალიაო ტრანსპორტი რო არ მუშაობს თუ მაგათ ჭირდებითო იმ ადგილასო თვითონ გადაგიხადონო და ორეკიო უთხარიო აბა მიხდით ტაქსის თუ გადამიხდით წამოვალ თუ არა და დავრჩები სახში ხო და აი ეგ მენტალობა ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებელი იყო იმიტომ რომ მე რო სადღაც მუშაობ ჩემ თავზე ვიღებ ამ პასუხისმგებლობას რა. ასევე ბევრი ზედმეტი მუშაობა, ძალიან ცუდი ტონია. ანუ ყველა ცდილობს რომ რაც შეიძლება ნაკლები იმუშაოს მოკლედ რა. და ანუ სამსახური არის მხოლოდ სამსახური. არანაირ შენ იდენტობასთან არ არის კავშირში შენი სამსახური. ყველაფერი დანარჩენი რასაც აკეთებ არის შენი იდენტობა. სამსახური არის მხოლოდ იმისთვის რომ ფული აკეთო და რესურსი. და შეიცადო რაც შეიძლება good deal გამოგივიდეს, რომ ცოტა იმუშაო და მეტი ფული გამოგივიდეს რა. აზედმეტად თავი არ დაიღალო რომ მე დანარჩენი აქტივობებისთვის დრო დაგრჩს. ანუ ეგ არის აქაური მუშაობის მენტალიტეტი, რაც ძალიან მიჭირს აქამდე 8 წელია და მაინც ვერ შევეჩვიე. იმიტომ რომ როდესაც მუშაობ მით უმეტეს და მე მენეჯერი ვიყავი, ანუ შენო თანამშრომლები გყავს ეგეთი, რომლებსაც ერთი ფეხის გადადგმა არ უნდა ზედმეტის და პლუს ამას ცოტა თუ ზედმეტად დატვირთიან რაღაცა არ მოეწონათ. ეგრევე წავლენ და ექიმს ეუბნებიან რომ ბარნაუთი მაქვს ძალიან ცუდად ვარ, ესე მეუბნებიან, ისე მეუბნებიან და ის უწერს ბიულეტენს, ანაზღაურებად ბიულეტენს. აი შეიძლება თვეები ვერ ნახო ადამიანი რა. ასე რომ არანაირი ძალაუფლება არ გაქვს მათზე. ერთის მხრივ ძალიან მომწონს ეს, იმიტომ რომ ვიღაცა თუ მართლა ბოროტულად იყენებს თავის ძალაუფლებას და მონურად ამუშავებს ადამიანს, რა თქმა უნდა იმას უნდა კონდეს რამე ბერკეტი. მეორეს მხრივ უმეტესობა ადამიანებისა, ვისთანაც მიმუშავია, ძალიან ცუდად იყენებს ამ ძალაუფლებას და უბრალოდ იყენებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება ცოტა იმუშაოს, რაც შეიძლება მეტ ბიულეტენზე გავიდეს და არანაირი consideration-ი არ აქვს კომპანიის და თავის მენეჯერის მიმართ, იმიტომ რომ კომპანია არის ბოროტება. ანუ კომპანიები ეს არის ბოროტება, ანუ ისინი ცოტა შეძლებული ხალხი არიან ბოროტები, მოკლედ ეს მენტალიტეტი მე ძალიან მემარცხენე მენტალიტეტი ახლა რაც იცი რა, რომ რაღაცა ცუდი არის, რომ ფული გქონდეს. მაგას ვერ შევეჩვიე ვერაფრით და მაგიტო აი ძალიან არ მენეჯერობა აქვს, იმიტომ რომ ადამიანზე არანაირი ბერკეტი რო არ გაქვს, მათი მენეჯმენტი ძალიან რთულია. ანუ არაფერი არ შეგეძლია რომ გავუკეთო რეალურად, ვერც სამსახურიდან გავშვებ, რა თქმა უნდა, ვერც ხელფასს დაკლებ, ვერაფერს ვერ გააკეთე. ანუ აბსოლუტურად. ანუ ალტერნატიული გზები, მოტივირების ალტერნატიული გზები უნდა ეძება, რომელსაც ვერ იპოვე, იმიტომ რომ კიდია. იმიტომ რომ ფეხებზე კიდიათ ეს სამსახური, მით უმეტეს ახლა მე სასტუმროში მუშაობდი, მართლა ახლა რა არის მათი სამსახური მიმტანებზე და მასზე საუბარი ზარეულებზე და ძალიან ფეშენეთ არ იყვნენ მაგ რაღაცაზე, ხო? ასე რომ აი არ ვიცი, არ მომწონს ეს მენტალიტეტი, იმიტომ რომ მე ბევრად უფრო აი ეს რაღაცა entrepreneurial culture და ownership და ასე შემდეგ და კომპანიის დაწყებაზე იგივე კომპანიის დაწყება არ არის კაი ტონი, მან რაღაცებს ჩალიჩობ, მაინც ასე მგონია რომ კაი ტონად ითვლება, ხა მე მან გამიხსნია რაღაცები და რაღაცა ის იყო რომ ვა ეს გოგო რაღაცა ჩაღი არის, იმას აკეთებს, ამას აკეთებს და აქ არა ჯერთი რომ ყველანაირად სახელმწიფო ცდილობს რომ ყველა ნაბიჯზე იმდენად თავია გატკიოს რომ არასდროს არ მოგინდეს კომპანიის გახსნა, ძალიან რთულია კომპანიის გახსნა და ძალიან რთულია კომპანიის ადმინისტრაციულად მართვა მე რა, გჭირდება ბუღალტერი, გჭირდება იურისტი, ანუ ძალიან ბევრი რაღაცა გჭირდება რა, თუ გინდ თუ არაფერი არ გქონდეს ჯერ გაკეთე. და მე ნუ რა თქმა უნდა გადასახადები ახლა მაგაზე აღარ დავიწყებ ლაპარაკს, რომ ძალიან მაღალი. და რატო არის, ანუ ეგ ისა წაუხალისებლობა ბიზნესის დაწყების რის გამო არის, ხო არ? იმიტომ რომ არ ვიცი ესეთი მენტალიტეტია რა, არ არის აქ დაფასებული ბიზნესების წამოწყება. არ ვიცი რატომ არ არის ახალისებული, ალბათ არ თვლიან რომ საკმარისად. მით უმეტეს რავი, ახლა მცირე ბიზნესი რო ხარ და 10 ადამიანი ყავს და რაღაცა ისეთ თიმს შეკრავ, რომელთანაც კარგად მუშაობ, whatever, ანუ რაღაცა
ანუ არა, გაკეთებადი არის, მაგრამ ძალიან რთულია. ხო, ან ძალიან უნდა გინდოდეს. ხო, ანუ არ არის საკმარისად. ან მე მგონია რომ ევროპა, ვისაც ვიცნობ ევროპაში, ყველას ეგეთი შეგრძნება აქვს, რომ უბრალოდ მიმართულია ყველაფერი, რომ ჩარჩოში მოგაქციონ მაქსიმალურად და ამ რელსებზე დაგაყენონ რა, სამსახურში იარო. ეს არის მთელი აქაური ცხოვრება, არის რომ ჩაჯდე სისტემაში კარგად, იარო სამსახურში. დილით ბავშვები დატოვონ, ბაღი არის 2 თვიდან და სკოლა არის 3 წლიდან. შესაბამისად, ესე იგი 2 თვენახევარს რო გახდება ბავშვი, მიიყვანო იმაში, ბაღში, წახვიდე სამსახურში, იმუშაო სამსახურში, გამოიყვანო მერე საღამოს, აჭამო და აძინო და გააგრძელო ესე და შაბათ-კვირას სახლის საქმეები მოაგვარო, ხა ერთხელ გახვიდე სადმე ოჯახი ნახო, კვირას ძირითადად და ესე იცხოვრო მთელი შენი ცხოვრება პენსიამდე და პენსიაზე რაღაც decent ეგ მართლა კარგი არის რო ხა რა თქმა უნდა ამდენს რო იმუშავებ, 40 წელი უნდა იმუშაო მინიმუმ რო პენსია გქონდეს, მე არასდროს არ მომიწევს აქ პენსია მაგალითად, იმიტომ რომ 40 წელი ვერ ვიმუშავებ, ну ან რაღაცა მიზერულზეა საუბარი, მე პენსიაზე თუ აქ მართლა 40 წელი იმუშავე და იცხოვრე, რაღაცა ადეკვატური პენსია გექნება, იმის მიხედვით თუ რამ ხელფასი გქონდა დაახლოებით ალბათ ის 70% და იმ პენსიით ახლა 65 წლის ასაკში შეძლებ რომ სადღაც იმოგზაურო ახლო-ახლო. ანუ ეს მეგონია რომ ყველაფერი არის იმისთვის შექმნილი რომ ამ ჩარჩოში ჩაქვსო. და საქართველოში მაინც მგონია რომ მიუხედავად ამ პოლიტიკური სიტუაციისა, სხვადასხვა რაღაცების კეთების საშუალება მეტად არის, იმიტომ რომ უფრო არაფორმალურია კარიერა საქართველოში რა, რაღაცა პროექტს გააკეთებ, შეიძლება რაღაცა ბიზნესი წამოიწყო პატარა, შეიძლება იქ იმუშაო, შეიძლება იქ იმუშაო, არ ცოტა უფრო flexible ხარ. არა, ხო, ეგრე ჩვენთან ნამდვილად არ არის. მან ალბათ ხალხის რაოდენობაც არის ალბათ და ალბათ ისეთ ქვეყანაში როგორც საფრანგეთი და გერმანია, აი ცოტა ძველი ევროპა, რაღაცნაირი ისეთი რა, ტრადიციულად ბევრწლიან, არ ვიცი, უკეთესად ვინც უკეთესად ერკვევა ალბათ დახასიათებასაც მოუფიქრებს, მაგრამ ნუ აი მაგ ქვეყნებს ეზარებათ რა, ბევრ რაღაცებს თავის ატყიება არ უნდათ მოკლედ რა. აი ბებერი ევროპა რო ამბობენ არის ეგ, ბებერი რო ხარ და აი რო გიზარება ხო. აი ინოვაცია. აი ყველაფერი საკმარისად კარგად არის რა, ხო, რა ზეიწყო. ენტერპრენორობა არა, ისედან აი ზუსტად ეგ მენტალიტეტია რა და თან ნუ ეს მემარცხენეობაც არ უწყობს ხელს ეგეთ კულტურას და აი ყველაზე მეტად ვიტყოდი რომ ეს მენტალიტეტი მიჭირს, იმიტომ რომ მე სულ მინდა რომ რაღაცა გავაკეთო, რაღაცა იქ მოვდგე, რაღაცა ეგეთი ტიპაჟი ვარ, რომ აი ეგ ძალიან სიამოვნებს და მინდა რომ რაღაცა ეს პროექტები გავაკეთო. სერიული ენტერპრენერი. ხო, რაღაცა კომპანია წამოიწყო და ყოველ დღე ხო ახალი იდეები მაქვს რა უნდა წამოიწყო, რა თქმა უნდა და რაღაცას დავსერჩავ იმას ვიზამ, ამას ვიზამ და ეგრევე გადავიფიქრებ, იმიტომ რომ ძალიან რთულია, იმიტომ რომ ძალიან მაღალი გადასახადი იქნება და ბაზარიც, მოდი ვთქვათ, რომ ძალიან სეთიურეთით არის, ანუ ძალიან ბევრი კომპანია არსებობს უკვე, შენზე დიდი, შენზე გამოცდილი. ან ბევრწლიანი იქ რაღაცა 100 წლიანი ისინია. ყველის ფერმები. ადგილს ვერ იპოვი, აი, რო აი რაღაცა პატარა ჭრილი იპოვო, სადაც შეიძლება შეძურე რა, რომ რაღაცა გააკეთო. არ ვიცი, მე ჯერ ვერ ვიპოვე არა და ყოველდღე მილიონი იდეა მაქვს ბიზნესის, მაგრამ ნუ აი ყველანაირად არანაირი ის არ მაქვს აქ ხო დავიწყეთ ერთი ბიზნესი კი დავიწყეთ რომელმაც არ გაამართლა სხვადასხვა მიზეზების გამო, ხა მარტო საფრანგეთის ბრალი არ იყო ეგ, მაგრამ მოკლედ აი ეს რა, აი ეს რო ვერ ვერთობი მუშაობით, რომელიც ჩემთვის იყო ჩემი ასე ვთქვათ იდენტობის ნაწილი საქართველოში, იმიტომ რომ ყოველთვის მომწონდა რასაც ვაკეთებდი და ბევრს მუშაობდი, იმიტომ რომ სიამოვნებდა. აქ ვერცერთი სამსახური ვერ ვიპოვე, რომელიც მსიამოვნებს, იმიტომ რომ ყველაფერი არის ფიზიკურად არ არის ხო ისეთ, ანუ არის ნუ და პროსტა არის სამსახური, შენს ირგვლივ კოლეგები მოტივირებულები არასდროს არ არიან და აი ნუ არის პროსტა რომ მიდიან იქ მუშაობენ რაღაცებს და ნუ რაღაცა სიგარეტს მოწევენ მაქსიმალურად ბევრს და ყოველ კვირა ვიღაცა სხვადასხვა არის ბიულეტენზე, იმიტომ რომ მენეჯერმა ზედმეტად დატვირთვა ან რაღაცა არ ვიცი. არ ვიცი, აი ეს ვერ შევეგვი ამას ვერანაირად და ვერ ვიპოვე სამსახური, რომელშიც კაი სიტუაცია მაგ მხრივ, ვერც აი ეს რაღაც ანტერპრენურული ვერ ვიპოვე ვერაფერი. აი ეს არის რაც არ მომწონს. მეორეს მხრივ, სამაგეროთ როცა მუშაობ და თუ გაწყობს ეგეთი ცხოვრება, მაშინ აი მართლა ეს არის რა 64-ია, იმიტომ რომ სამსახურში ეს permanent contract, ამ სამუდამო კონტრაქტს გაგიფორმებენ თუ არა, შეგიძლია ფეხზე გადაიდო და პროსტა რაღაცა ცოტა იმუშაო და
აი ყოველდღიურობაში იცხოვრო ესე მარტივი, შედარებით მარტივად იმუშაო, რაღაცა ნორმალური ხელფასი გქონდეს და რაღაცა აკეთო სხვა რა. ანუ ეგეთი ცხოვრება თუ გაწყობს, ხო, აი ხა მე რას მივხვდი, იცი რომ ანუ არ ვიცი, ეგ ოქროს შუალედი ძალიან გამიხარდებოდა ჩვენ წილახვედრობა მაგაში რომ გამოიხატოს, მაგრამ ან ჩვენთან ეგ არის რომ აი ესე უბრალოდ ვერ იმუშავებ. ან წელებზე ფეხი უნდა დაიდგა რომ რაღაცას იმას ქა, ნუ იქ რაღაც თუ ცოტა უფრო მეტი განათლება რაღაცა სპეციფიური გაქვს, რაც მოთხოვნადია და ის არის ან რავი პარლამენტში შეეტენები. ან მინისტრის იმას იქნება რა ქვია მინისტრი ან მისი მოადგილე და ატკატებს გააკეთებ, მაგრამ ესე ჩვეულებრივ მოკვდავ ცხოვრებას ან მე მგონი მაგიტომაც არის რომ ამბიციურები ვართ რა, იმიტომ რომ მე ან რაშიც ჯონატანს ვეთანხმებოდი და გეუბნებოდი კიდეც მაშინ ძალიან ბევრს მანდ რომ მუშაობდი, მაგას მაინც ანუ აქაც გეუბნებოდი მაგას და მანდაც გეუბნებოდი, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი დრო დამჭირდა იმის გასაზრებლად რომ მოკლედ შუალედის დაჭერა სადაც you care, მაგრამ გააზრებული გაქვს რომ ეს შენი არ არის და შენ ხარ დაქირავებული ადამიანი და ან არის სასრული რაღაცა, რაც შეიძლება რომ ჩადო ამაში და ასევე მოლოდინი სხვა ადამიანებისგან როცა რაღაცა შენი ბიზნესია, რომ შენი ბიზნესი არ და შენ შეიძლება გაათენო, მაგრამ მას არ აქვს ვალდებულება რომ გაათენოს რა და რაღაცა overtime მუშაოს რა. ანუ მაგ ოქროს შუალედის დაჭერა კიდე სხვა საკითხია, მაგრამ მანდ შენ როგორც აქაც როგორც მუშაობდა, მანდაც როგორც მუშაობდი, როგორც კი ეს დავამუღამე, რომ ეს რამდენიმე, იმიტომ რომ ანუ ხო თითქმის ყოველ წელს სამსახურს ვიცვლიდი ხოლმე და ეგ რო დავამუღამე, ნელ-ნელა დავიწყე ჩემი რაღაც დამოკიდებულების შეცვლა რა, იმიტომ რომ არაფერი ხეირი არ მომცა და თან მე ეგრე იმითი მარტო მუშაობით ეგრე არასდროს არ ვერთობოდი თუ რაც ქვია. შენ როგორც მოგწონდა ის საკეთებდი რა. ანუ არ ვიცი, ვერც წარმომიდგენია და რომც მომწონდეს, მაინც ვერ წარმომიდგენია რომ სულ მაგითი რო ვიყო მოცული, მოკლედ ძალიან ის მექნება რა, პირიქით მომბეზდება. ხო და მაშინაც ვლაპარაკობდით ხოლმე მაგაზე და მაგას ჯონათანს ვეთანხმები. მაგრამ აი ეს მეორე ნაწილი, სადაც უამბიციოები არიან, მე მგონი ჩვენთან იმიტომ არის, რომ ყოველთვის უფრო მეტად ამბიციურები ვართ, ყველანი ჯერ ცოტანი ვართ. მეორე ეგ შესაძლებლობა არ არის, რომ ეგეთი ბჭყალებში უსაქმური კი არა, აი chill იყო რა, იმიტომ რომ ეგ მიმტანის სამსახური მანდ რომელიც ჩვეულებრივ კარგ ცხოვრებას მოგცემს, სადაც მშიერი არ ხარ, აქ ფიზიკურად შეუძლებელია. აქ მიმტანი თუ ხარ 24/7-ზე იყო და ისიც მაინც არ გეყოფა ეგთან ხა. ამიტომ ის არის გასაგებია ჩვენ რატო ვართ ესე და მანდ მეც გამაგიჟებდა ეხა ეგეთი ან თუ ეგრე ძალიან ფეხებზე კიდია, მაშინ ნუ საერთოდ ნუ მოხვალ ამ სამსახურში რა. ხო, ხელფასი უნდა. ხო, არა, მესმის, მაგრამ ნუ ხო ხვდები, ან მაინც ნაწილი არის ჩემი ცხოვრების, რომელიც მინდა რომ რაღაც fulfillment-ს მაძლევდეს, გარდა იმისა, რომ მოვედი clock in გავაკეთე, დავჩეკინდი რომ მუშაობ და წამოვედი რა. მაინც აქვს professional conscience, მაგრამ უმეტესობა ადამიანებს აღმოჩნდა რომ არა აქვთ. ხო და მე მგონია რომ ძალიან ბევრნი არიან ეს ერთი, ანუ ძალიან დიდი ქვეყანა იმისთვის რომ ყველა ეგეთი ამბიციური რო იყოს, ალბათ, რავი, უფრო ქაოსი იქნებოდა და თან ჩვენთან ფიზიკურად შეუძლებელია რომ ეგ conscience რო არ ქონდეს, ან წარმატებული რო არ იყო ბჭყალებში, უბრალოდ მშიერი იქნები რა. და ეგაა ალბათ ეგ ხაზია. ხო, რა თქმა უნდა, мотиваციის დიდი ნაწილი შეიძლება ეგეც არის, ზუსტად რომ უნდა იჩალიჩო რომ კარგი ცხოვრება გქონდეს. იმიტომ რომ საბერძნეთი მაგალითად, რომელიც მე მგონი ყველაზე უსაქმურები არიან. და ბანკროტდნენ თავის დროზე. ხო და ეხლა გენაცვალე მუშაობენ 40 საათს თუ 45 საათის კვირაში, ასე რომ მიხვდნენ რომ უსაქმურობით ვერაფერი ვერ. ხო, მაგრამ ანუ საფრანგეთ რა ყოდა, საბერძნეთი ალბათ ნუ ზომით მაინც ჩვენზე დიდი არის, არ მახსოვს არ დამიგუგლოს ეგ, მაგრამ მენტალობით გვანა და ძალიან კარგად მოერგნენ სავარაუდოდ იმას კაი ცხოვრებას რა. ხო, ევროკავშირში რა ხანი იყვნენ მაგით. ხო და ჩვენს პრინციპში საბჭოთა კავშირის დროს ვიყავით ეგრე არა? ანუ მაგ გარემოს რო უქმნია სასათბურე პირობებს, ალბათ მე ვარდება ხალხი მაგ იმაში. ხო, ზუსტად ეგ არის მაგიტომ. ხო, მაგრე არ იყო საბჭოთა კავშირის დროს.
დიოდნენ ამ სამსახურებში და არაფერს არ აკეთებდნენ. ნუ ბევრი იყო, ალბათ არა. და ეგ მაგისი ცოტა ლაითი ვარიანტია აქ ხა რა. ხო, მან ის არის რომ უბრალოდ არავინ, ანუ ნუ დოვლათი მაინც იქმნება რა, იქ რაღაცა ის იყო მე მგონი მართლა კუპონი მონოპოლი მანით რაღაცას ჩალიჩობდნენ და თან იმაში რა. მაგიტომაც ეხა მაგიტო საფრანგეთი რაც არ უნდა მოროშკინა გამოთქვამდეს აზრებს რომ ევროკავშირი ხვალ იშლება. საფრანგეთს ძალიან დიდი ხანი არაფერი არ ემუქრება და ანუ ეგ სისტემა მუშაობს. უბრალოდ რაღაც სხვა ასპექტებია, რომელიც სხვანაირად მუშაობს რა. ხო, არა, სისტემა მუშაობს, იმიტომ რომ სუბსიდირებაზეა რეალურად, თორე საფრანგეთი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ფინანსურად და შეიძლება რამდენიმე წელში თუ ესე გაგრძელდა გაბანკროტდნენ და მაგიტომ მოკლედ ძალიან ცუდი პოლიტიკური სიტუაცია არის ახლა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ვალები აქვს საფრანგეთს და სახელმწიფო ცდილობს რომ შეამციროს დანახარჯი, ან გაზარდოს კიდე მეტად გადასახადები რომ მეტი აიღოს, ან შეამციროს ეს ბენეფიტები, რაც გვაქვს რეალურად და ამ შემცირებაზე პროტესტია და იმაზე გაზრდაზეც გადასახადების პროტესტია და მოკლედ ვერ მიდიან წინ, მაგრამ ესე თუ გაგრძელდა რამდენიმე წელიწადში ალბათ საბერძნეთის ბედი ეწევა საფრანგეთს აი ძალიან ყველანაირი დრამატიზების გარეშე ვამბობ ამას მართლა ძალიან დიდი ვალი აქვს. ხო და მან განსხვავება იმაშია რომ ხო იზოლაციაში არ არიან და ნუ აი მაგდო მუშაობს მთელი ანუ სისტემა ეს ინტელიანა სისტემა ხო ხმარება რაღაცაში მაგრამ დიდი ხანი ესე ვერ გაკაჩავენ მოგე არ შევიდეთ ახლა საფრანგეთის პოლიტიკაში და მაკარონის პლუსი for sure our trend is a side note is quite for sure so ყურე მაკარონის for sure ხო და ან მე და ნინიკო და კიდევ ჩვენ მეგობარი ერთი კვირა ვცდილობთ რომ for sure-ს როგორც ამბობს ეგ დავამოღამოთ და ეს ფრანგული ამერიკული ინგლისურის for sure შეუძლებელია რომ ვქნათ ხო და არ ვიცი შენც ივარჯიშე და თუ ვივარჯიშებ და მოგახსენე და გითხარი მე ჩვენც როგორ მივახციოთ მაგ წარმატებას მოკლედ გადავიდეთ მაგ თემიდან მოდი გადავიდეთ მშობლობაზე საფრანგეთში და მაგის განსხვავებაზე საქართველოს. მე საქართველოში არ ვყოფილ არ მშობელი, ასე რომ მაგაზე დიდი ძალიან დეტალური ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ჩემი და არის მშობელი, ზუსტად ერთი და იგივე დროს გავაჩინეთ ბავშვები და მან მომეცა საშუალება რომ შემედარებინა რა ხდებოდა საქართველოში და რა ხდებოდა საფრანგეთში. მაგ მხრივ მინდა გითხრათ რომ ამ გამოსილებით ძალიან კმაყოფილი ვარ საფრანგეთით და ძალიან კმაყოფილი ვარ რომ აქ გავაჩინე ბავშვები. ალბათ მაგისთვის ნამდვილად ღირდაწამოსვლას არ ვიტყვი ახლა აი მანდაც მშვენივრად აჩენს ხალხი ბავშვებს და მშვენივრად ხდება ყველაფერი, მაგრამ აი ეს სიმშვიდე რაც მომცა იმან რომ აი ზუსტად მაგ სისტემამ რომ ყველაფერი გაწერილია და ყველაფერი მოგვარებულია და აი ზედმეტი ფიქრი არ მიწევს და ნერვიულობა აი ეს იყო მართლა ძალიან კარგი რა იმ დღიდან როდესაც დავორსულდი და თქვი საიტზე დავარეგისტრირე რომ ორსულად ვარ მეთქი აი მაგ დღიდან მოყოლებული აღრიცხვაზე რო აგიყვანენ ყველაფერი დაგეგმილია შენთვის ანუ გამომიგზავნეს ბოდიში რა ჯანდაბა და გამომიგზავნეს სია ყველაფრის თვეების მიხედვით რა უნდა გამეკეთებია მთელი ჩემი ორსულობის პერიოდში რომელ თვეს რა უნდა გამეკეთებინა ანუ უბრალოდ ესე იდო და კარგი წავალ ახლა მას გავაკეთებ ანუ ფიქრიც კი არ მომეწია და არაფრის მოგუგულვა მე ბავშვი რო გაჩნდა ანუ მთელი ანუ ეს თან ყველაფერი უფასო არის რა ანუ იმ დღიდან როდესაც იმ დღიდან არა მე რაღაცა თვიდან ყველაფერი უფასოა არაფერში არ გადამიხდია არც მშობიარობაში არც ორსულობაში ბავშვის ყველაფერი პირველ თვეებში ყველაფერი გაწერილია რომ ამ დღეს ეს უნდა ამ დღეს ეს უნდა ამ დღეს ეს უნდა მოდის ვიღაცა შენთან ან შენ მიდიხარ ეს ვაქცინები ყველაფერი მოგვარებული წერი არის ისა რა ქვია კალენდარი სადაც წერია რა უნდა გააკეთო და მიყვები იცი რომ მაინც ახლა ასე თუ ისე ნდობა არის ექიმების მიმართ აქაც ხდება რა თქმა უნდა ყველგან ხდება რაღაცა სასწაულები მაგრამ ძირითადად მაინც კომპეტენტურები არიან ექიმები მით უმეტეს ახლა რაღაცას მაინც ვნახულობ ხოლმე Google-ზე და ინტერნეტში
შეფასებებს ექიმების, მაგრამ ძირითადად მაინც ვენდობი არიან ასე თუ ისე ახლომახლოს ექიმები, მიდიხარ, ყველაფერი კეთდება როგორც საჭიროა, ვაქცინები კეთდება როგორც საჭიროა, თუ რამე პრობლემა აქვს ბავშვს, ყველაფერი უფასო და ყველანაირი მიხედვა, თუ ჩემ ბავშვებს არ მოუწიათ რამე ექსტრაორდინალურისთვის საავადმყოფოში მისვლა, მაგრამ ახლო მყავს ნაცნობები, ვისაც მოუწიათ და აი ძალიან კარგი გამოცდილება აქვთ. ანუ აი ეს ჯანდაცვის ეს ნაწილი განსაკუთრებით, ანუ ორსულობა, მშობიარობა და ბავშვები, ვფიქრობ, რომ აი ძალიან კარგად არის მოგვარებული და აი კაი გამოცდილება მქონდა. ჯანდაცვას რო გავაგრძელოთ, ზოგადადაც კარგია, ანუ ეთლად ისეთი უფასო არ არის, როგორც ყველას გონია, რომ უფასო არ არის. უფასო არის თუ საავადმყოფოში წახვალ, ანუ არა კერძოში, არამედ public საავადმყოფოში თუ მიხვალ, მაგრამ რახან ამდენი ადამიანი არის და ძალიან ცოტა საავადმყოფო, ალბათ 1 წელი გიწევს რიგში ყოფნა, 9 წლიდან 1 წლამდე გიწევს რიგში ყოფნა სპეციალისტის სანახავად. რა ვიცი, ფსიქიატრთან თუ გინდა მისვლა და თუ გინდა რომ უფასო იყოს, მინიმუმ 1 წელი უნდა დაელოდო. და მაგ დროისთვის აღარ გჭირდება უარესი ან დასაწვენი ხარ. ხო, ანუ აი ეგ არის და შესაბამისად არასდროს არაფერი უფასოდ გარდა მშობიარობისა და ბავშვის პირველი თვეებისა, არასდროს არაფერი უფასოდ არავის არ გაგვიკეთებია ოჯახში, იმიტომ რომ უბრალოდ შეუძლებელია მაგდენი ხანი ელოდო. ასე რომ მიდიხარ ექიმთან, რომელიც კერძოდ ითვლება და რეალურად გიწევს ზედმეტის გადახდა. აქედან ასევე ნაწილი არის ანაზღაურებადი სახელმწიფოს მიერ, პატარა ნაწილი. შემდეგ არის ასევე ნაწილი, რომელიც ანაზღაურებადია შენი კომპანიის დაზღვევით, ანუ კომპანიები ვალდებულები არიან, რომ დაზღვევა გაიკეთონ, რომელსაც შენ თვითონ იხდი ნაწილს, მთლიანად არ იხდიან. ნახევარს შენ იხდი, ანუ ეს დაზღვევა გიხდის და იმის იქით რაც რჩება, უკვე შენი გადასახდელია რა. ნუ რა შედარება ახლა ალბათ 20 евро გამოდის ხოლმე ზედმეტი ჩვენი ჯიბიდან დასამატებელი და ახლა ძალიან კატასტროფაც არ არის. აქაურ შემოსავლების გათვალისწინებით, ასე რომ მაინც ვიტყოდი რომ იაფია. უფასო არ არის, მაგრამ ჯანდაცვა იაფია. ნუ რაც თავარია, ეს არის სანდო ხარა ხალხი საქართველოს ჩადის საფრანგეთში სამკურნალოდ და ამიტომ ჯანდაცვა ალბათ ყველაზე კარგი პოინტი აქაურობის ვიტყოდი რა. მართლა მაგ მხრივ მშვიდად გგრძნობ თავს. ჯანდაცვა მომწონს. ბავშვებს რაც შეეხება, ანუ ბაღები და სკოლები, განათლებაზე რო გადავიდეთ, განათლება ან ბაღები როგორც გითხარი 2 თვიდან იწყება, იმიტომ რომ ძალიან მოკლე არის დეკრეტული, აი ცოტა სამარცხვინო ნაწილი არის ესეთი მემარცხენე საფრანგეთისგან, რომ 2 თვენახევრის რო გახდება ბავშვი უნდა გახვიდე ხურში. ბაღები არის, მაგრამ ადგილები არ არის ბაღებში. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა ამ ჯერზე, რომ ევასთვის ვიპოვეთ ადგილი. გაგვიმართლა არ ქვია, მაგას მივედით და ძალიან ბევრჯერ შევაწუხეთ მერიაში ხალხი, რომ მოეცათ ჩვენთვის ადგილი. ანუ ყველანაირად ასე უნდა რაღაცნაირად იჩალიჩო რა ადგილი. თინაზე ვერ ვიპოვეთ ადგილი და ამიტომ კერძო ბაღში წავიდა. კერძო ბაღები ძვირია, მაგრამ კიდევ კარგი რომ ჯანტანის კომპანიამ ნაწილი დააფინანსა, თორე ძალიან ვერს გადავიხდიდით. ალბათ თითქმის მთელი ჩემი ხელფასი რაც უნდა მემუშავა, უნდა გადამეხადა ბაღში. და ძიძა რო აიყვანო, ჩემ ხელფასზე მეტი უნდა გადაუხადო რეალურად და მაშინ საერთოდ აზრი არ, ანუ ძიძის ყოლას საერთოდ აზრი არ აქვს, იმდენად ძვირია თუ ძალიან მოსავალი არ. სკოლა იწყება 3 წლის ასაკში, არის სავალდებულო და ეგ კარგია ერთის მხრივ, ნიშნავს რომ ბავშვი სადღაც წასასვლელი აქვს, ანუ თუ ბაღში ადგილი არ გქონდა, ძიძა არ ყავს და ასე შემდეგ, ბავშვი მიდის, ანუ სკოლაში დადის უკვე და ვალდებულია რომ სადღაც იაროს, ასე რომ სახელმწიფო სკოლაში ხვდება. და ეს უკვე გამართლებაზე, ანუ სკოლა ბაღი არის გამართლებაზე, იმის მიხედვით თუ რა უბანში ცხოვრობ, რაღაცა ერთი ბაღი, ანუ სკოლა ძალიან კარგი შეიძლება იყოს და მაგის გვერდზე ბაღის სკოლა ძალიან ცუდი შეიძლება იყოს, აი ძალიან ცუდი. ასე რომ განათლება ვიტყოდი რომ გამართლებაზე არ არის სპეციალურად მშობლები ისეთ ადგილებში გადადიან საცხოვრებლად, სადაც სკოლა კარგი არის, სადაც გიწევს რა უბნის მიხედვით და მაგის მიხედვით არჩევენ საცხოვრებელს რა, ესე უბრალოდ ვერ მიიყვან სადღაც ბავშვს. განათლება ხო საკმაოდ დაბალ დონეზე ასე ვიტყოდი რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი აი არ ვიცი როგორ თქვა ეხა ეს კორექტულად, მაგრამ ბავშვების დონე საკმაოდ არის დაბალი კლასებში და დებილები არიან ხალხო.
ხო, ან ბევრი არის და ან რაც ცუდია ის არის, რომ ის კი არ აქვს, რომ მოდი აი ძლიერებს, ძლიერ დავალებას მივცემ და სუსტებს, სუსტის დავალებას მივცემ. ყველას აძლევენ სუსტის დავალებას. და ანუ ვიღაცა ვისაც შეუძლია რომ ბევრად უფრო მაგრა ისწავლოს, ჯამში აი სასაცილოდ მარტივ რაღაცებს სწავლობს, იმიტომ რომ უბრალოდ ვიღაცა სხვები ვერ ეწევიან რა და იგივე მენტალიტეტით უწევთ რომ ანუ ვინც ყველაზე სუსტია იმას დაელოდონ. ასე რომ სახელმწიფო სკოლაში ეხლა თინა დადის, იმიტომ რომ 3-დან 5 წლამდე სხვა სკოლა არის და მაინც ახლა ჯერ არ სწავლობენ რეალურად დაჭრას და რაღაცებს დასწავლენ. რეალურად ბაღია ეხლა ამას სკოლა არ ქვია, სკოლა ქვია, მაგრამ ბაღია. პლუს რაღაცებს სწავლობენ, მაგრამ ჯერ არ არის ეგეთი სხვაობა არ იგრძნობა დონეებში, მაგრამ ალბათ არასდროს კერძოს, ანუ სახელმწიფო სკოლაში არც ერთი ჯამშვილი არ ევლის. შანსი არ არის მაგის. შესაბამისად, კერძო სკოლაში თუ გინდა ის ბევრად უფრო ძვირიღის და ანუ ერთი ადამიანი რეალურად იმისთვის მუშაობს, რომ ბავშვებმა სკოლაში იარონ კერძოში. კონკრეტ განათლება. ანუ ბავშვის გაკეთება იაფია და მერე ყოლა გაზრდა ძვირი. მე ყოლა გაზრდა ძალიან ძვირია. ამიტომ აი ეს ბაღიც კი ძვირიღის თან. სახელმწიფო ბაღიც კი ძვირიღის. სკოლა უფასოა სამაგიეროდ, ან 3 წლიდან უფასოა, მაგრამ სკოლა მთავრდება 5-ის ნახევარზე, ან 5-ის ნახევარზე ბავშვი უნდა გამოიყვანო და ვინ ამთავრებს მუშაობას 4 საათზე, რომ 5-ის ნახევარზე ბავშვთან იყო და შუა დღის 2 საათი ჭამის ბრეიკი ასევე არ არის უფასო. ან თუ გინდა რომ ბავშვმა ჭამოს, უნდა გამოიყვანო აჭამო სახლში და დააბრუნო. ანუ დილით და 4 შაბათს სწავლა არ არის. ანუ სწავლა უფასოა 9-ის ნახევრიდან 12-ის ნახევრამდე და 2-ის ნახევრიდან 5-ის ნახევრამდე 4 შაბათის გარდა. და ეს მშობლისთვის, ვინც მუშაობს, აბსოლუტურად წარმოუდგენელია. და პლუს ამას 16 კვირა დასვენება ბავშვებისთვის. ყოველ 2 თვეში ერთხელ 2 კვირა დასვენებაა და სადღაც უნდა წაიყვანო ეს ბავშვი და 16 კვირა არავის არ აქვს შვებულება არის 5 კვირა აქვს. შესაბამისად, თუ გინდა რომ ბავშვმა ჭამოს, თუ გინდა რომ ბავშვი დარჩეს 7-ის ნახევრამდე და არა 4-ის ნახევრამდე, 5-ის ნახევრამდე და თუ გინდა რომ 4 შაბათს ბავშვმა იაროს სადმე და არ დადეგები 16 კვირა არ მოგიწიოს სამსახურიდან წამოსვლა, რეალურად იხდი ამ ფულს, იმიტომ რომ ეს უნდა გადაიხადო ზედმეტი და ეს უკვე გამოდის რაღაცა თანხა რა, ანუ ძალიან ძვირი არ არის, მაგრამ უფასო ნამდვილად არ არის. ну მაგასაც რესურსები უნდა. მოკლედ, ძვირია, ბავშვების ყოლა ძალიან ძვირია საფრანგეთში, თუ გინდა რომ ნორმალურად მოვუარო, თუ მუშაობ და თუ გინდა რომ ნორმალურად მოვუარო. მოკლედ, ეს პლუს მინუსი მშობლობაზე აგერ გითხარით. ეხლა კიდევ ვიცალბროთ უსაფრთხოებაზე, ასევე საინტერესო თემა, იმიტომ რომ მაგაზეც ძალიან ბევრი მითებია ხოლმე, რომ აი ევროპაში ყველაფერი უსაფრთხოა და ისე, ვაიმე, არა. ხალხო, ევროპა არ ვიცი, სადღაც კი აი ჩვენი მეგობარი გერმანიაში დუზელდორფში ცხოვრობს და ამბობს, რომ ესე უსაფრთხოდ არ უგრძნია არასდროს არსად თავი, ალბათ გერმანიაში და რომელი რაღაც ალბათ კიდევ ნორდიკ ქვეყნებში შეიძლება ეგრე არის. ისიც გერმანიას გააჩნია, ხო? დიდ ქვეყნებში, დიდ ქალაქებში. პატარა ქალაქებში. პარიზში და პარიზის რეგიონში აბსოლუტურად არ ვიცი საქართველოში და თბილისში ბევრად უფრო უსაფრთხოდ გრძნობდი თავს და ეხლაც ურჩავდივარ ვიდრე აქ, იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი ხალხი, აი ძალიან მჭიდროდ არის დასახლებული, უამრავი ძარცვა, უამრავი კრიმინალი, უამრავი ნარკომანი, უამრავი ბომჟი. აი არ ვიცი, ყოველ დღე რაღაცა შეგაშინებს. აი მეტროში ვშავდივარ, მაგალითად იმის მეშინია, რომ ვიღაცამ ხელი არ მკრას და არ გადამაგდოს ლიანდაგებზე. ანუ სულ მაგისი შიში მაქვს, იმიტომ რომ ხდება, ხშირად არა, მაგრამ ხდება. ეგ ჩვენთანაც იყო შარშან იყო. მე მგონი პოსტკორონა იყო ცოტა რომ ყველამ ჩავაჭვეილეთ ერთი ან ორი შემთხვევა მოხსოვს, მაგრამ ძალიან ისეთი იყო, ну ყველას გაგვიკვირდა, იმიტომ რომ ეგეთი ის არ არის ხა მაინც. მაინც იშვიათობა. ეხლა ნუ ნაკლები ხალხი არა, თქო, ნაკლები კრიმინალი პროპორციულად, მაგრამ ძალიან ბევრი გიჟია, ვიღაცა ყოველთვის მოგადგება, ვიღაცა გიჟი რაღაცა შეიძლება მოუნდეს შენგან, ბავშვებით რო არ მეშინია. ცოტა შედარებით ნაკლებად უსაფრთხო ადგილას თუ გაიარე, ძალიან საშიშია, უეჭველი რაღაცას ამოგაცლიან, რაღაცა მოხდება, მოკლედ რა, უნდა არიდო მაქსიმალურად თავი.
უსაფრთხოდ აქ არანაირად აგვზნობ თავს. იმეებში სახლების ძარცვა ძალიან ხშირი, ყველაფრის მოპარვა ხშირი, ქართველები. ქართველები არიან მან. ქართველებიც არიან კი მათ არა, შორის. ქართველები მეგონი უფრო გერმანიაში და სადღაც აი, აქაც პოლონეთში არიან, სადღაც აქაც არიან, ჩალიჩობენ ხოლმე მაგას. აქაც ჩალიჩობენ კი ნანახი მყავს მე უკვე რამდენიმე. ისე მაგიტო არის მე მგონი ჩვენთან რომ საფრთხო რომ ყველა ქურდი იმიტომ ჩვენთან და რომ უკეთესი მოიპარო. ხო და ამაზე ზუსტად ჩვენი ამ იმისთვის 8 წლის თავზე დაგვირგვინდა 8 წელი ჩემი აკყოფნის იმითი რომ ამომაცალეს მომპარეს მობილური წინა კვირაში. არა და 8 წელი ისე გავატარე რომ ჩემთვის მობილური არ მოუპარიათ და ყველა ჩემი ნაცნობისთვის მოპარული აქვს მობილური უკვე რა მინიმუმ მობილური და მე ისე ვამაყობდი რომ მეთქი მე ისეთი ყურადღებით ვარ ვერასდროს ვერ მომპარეს პერფექციონისტი ვარ. ანუ და მართლა ყურადღებით ვარ, იმიტომ რომ ძალიან მეშინია ეს ჩაბღაუჭებული მაქვს ყველაფერი, მობილური, ჩანთა, შემთხვევით სადმე თვალი არ, აი სულ ესე ვიყურები რომ ვიღაცა უკან ხوار მომადგა, ვიღაცა ანუ საქართველოში ეს შიშები არ მქონია რომ ვაიმე ვიღაცა უკან ხوار მომადგა, ვიღაცა ხო რაღაცას ხوار მპარავს. აქ ვარ აი ესეთი ჩაძაბული ყველაფერი მოკიდებული მაქვს ყველაფერზე ხელი, ეს ძალიან ეჭვის თვალით ვუყურებ ყველას, ვინმე რამე არ დამიშ. მაგიტო არიან აღრენილები პარეზელები თქო. ხო, არა, ნუ საშინელება. ხო და მოკლედ მომპარეს ეს მობილური დაგვირგვინდა ამითი ჩემი 8 წელი და აგერ ეგეც გაკეთებული მაქვს აწი უკან. მოკლედ, უსაფრთხოება thumbs down. ხო, ისე საქართველოში ძალიან დიდი ხანი არ გამიგია ტელეფონის ანუ არა, მემეს მოპარეს ერთხელ ზაფხულში სადღაც. და იმაზე კლუბში ვიყავით და რაღაცა ვიკენდი იყო. ივენთები იყო აქტიურად და იქ დადიოდა ვიღაცა სასწავლი და ვიპარავდა რა ჯიბეებიდან. მაგრამ აი ესე მაინც მასიურად რომ ტელეფონებს იპარავენ რაღაცა არ მახსოვს მასეთი. ან ჩემს ირგვლივ აღარა, ან ჩემს ირგვლივ ყველა მანქანი დადისაცი შეიძლება არ ვიცი ბურჟუაზია. ო, ეგეც არის. მან რეალურად მე სულ ტაქსით დავდიოდი ხოლმე და ნაკლები შეხება მქონდა, თორე მანდაც ხდება ახლა რა თქმა უნდა. მაგრამ მაინც მეტროში ეხლა ძალიან ბევრი ხალხია ხოლმე. ალბათ მეტი შანსია ხა რომ მეტროში უნდა მოგაცალოს რა, ძალიან გადაჭეჭყილი არის. ეხლა რამდენჯერმე რომ მომიწია, საბურთალოს ხაზიც კი ისეთი გადაჭედილი იყო, რომელიც არასდროს ყოფილა ეგეთი გადაჭედილი ხოლმე, მაგიტომ მიყვარდა აქ საბურთალოზე მეტროთი მოძრაობა, რომ თავისუფლად ვიყავი და ძალიან გადაჭედილი იყო. ეხლა ალბათ მეტი შანსი არის რა, უბრალოდ ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრჯერ არ გამიგია ტელეფონის თემა რა. მაინც ალბათ პარიზში უფრო არის. ო, ახლა შეტარება აქვს. ძალიან ბევრი ხალხი რო არის, თხოვნარად იხარშება. მოკლედ, უსაფრთხოება ცუდია. ეხლა პოზიტიური ასევე, პოზიტიური ცრსა და დავაბალანსო, ვცდილობ დავაბალანსო პოზიტიური, ნეგატიური. პოზიტიური არის ყველაფერი, რაც კვების კულტურას შეეხება და საკვებს შეეხება. ჩემნაირი თან გურმანი ადამიანისთვის მართლა მაგ მხრივ სამოთხეა საჭმელი არის ძალიან გემრიელი. ანუ თვითონ რესტორნებშიც რომ მიდიხარ იქაც გემრიელია. ძირითადად რა, ეხლა რაღაცა ძალიან ტურისტულ ადგილას არ უნდა ჭამო სადღაც შანზელიზეზე. ხო, ეგ ყველგან ეგრეა მე მგონი ყველა ქვეყანაში. აი ისეთ ადგილას რომ მიდიხარ, სადაც ნორმალური ადამიანები ჭამენ, ხშირად და ნუ ჩახედავ რა თქმა უნდა შეფასებებს Google-ზე, რასაც ნორმალური შეფასება აქვს, ახლა უამრავი რესტორანია და ბევრს აქვს აი შეფასება, გემრიელად შეჭამ. პროდუქტები არის გემრიელი, ან მაღაზიაში შეხვალ და რის პროდუქტს იყიდი თუ რას იყიდი, არის ხარისხიანი, არის გემრიელი, არის იცი რომ არ მოგწამლავს, ანუ აი ეს უსაფრთხოება იმისი რომ რაღაცები არ მოგწამლავს. ტყვიას არ შეიცავს, ორეგანო. ანუ რაღაცებს მაინც შეიცავს, ახლა ეგეთი იდეალურიც არის, მაგრამ რეგულაციები ბევრად უფრო მაღალია და უმეტესობა პროდუქტის არის ხარისხიანი და კიბოს არ გაგიჭი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გემრიელიც არის, ხარისხიანიც არის. მაღაზიაში კაი პროდუქტებია, ორგანიკ პროდუქტები რეალურად არსებობს, მან როგორც ასეთი მგონი არანაირი კონტროლი არ არის ამ ბიო, არაბიო პროდუქციაზე და აქ არის და სპეციალური მაღაზიებია ბიოსთვის და ეგ რა ვიცი, აქ ჩემთვის მნიშვნელოვანი გახდა ბავშვების ყოლის პარალელურად, რომ რაც შეიძლება სუფთა
ნაწარმი ვაჭამო. სპეციალური მაღაზიები არის, ეს ხორცის მაღაზია ცალკეა, ყველის მაღაზია ცალკეა, სუპერმარკეტი ცალკეა, პურის მაღაზია ცალკეა და ყველგან არის კარგი ხორცი არის გემრიელი, ყველი ნუ ყველზე აღარ ვილაპარაკებ, ახლა რაღაც სახეობის ყველი აქვთ. ძალიან გემრიელი ღვინის კულტურა, ნუ სასწაულად გემრიელი ღვინო და ნორმალურ ფასებში. პური, ნუ პურზე შემიძლია ასევე ერთი პოდკასტი ჩავწერო, რა მაგარი პური აქვთ. ნუ აი არ ვიცი, ამითი მართლა სიამოვნებ რა. პლუს ამას რახან მაინც დიდი ქალაქია, ყველა ქვეყნიდან არის პროდუქცია და ვთქვათ რაღაცა კორეული თუ მოგინდა კორეულ მაღაზიაში წახვალ და იმას იყიდი, ხელმისაწვდომია ყველაფერი და ხარისხიანი და გემრიელი. აი მაგ მხრივ მართლა სიამოვნებას ვიღებ. ჭამას მაუყვართ თან. თან უყვართ, აი თან ეს კულტურა არის რა, რომ აი დასხდებიან და გემრიელად შეჭამენ, აი ესე კი არა სწრაფ-სწრაფად. ყველა ეგ მართალია, რომ ლანჩზე ყველა გადის საჭმელად. ან მოაქვს სახლიდან, მაგრამ ნამდვილი საჭმელი რაღაცა იმასთან ოფისში იმას გაძიძგნო სენდვიჩი ეგ არ არსებობს ფრანგულ კულტურაში რა. უეჭველი, კარგად უნდა წავიდნენ სადმე დაჯდნენ, გაიცხელონ და აი გემრიელად ჭამონ, თან იდეალურ შემთხვევაში ხალხთან ერთად რო თან ისაუბრონ, შეიძლება რაღაცა მართლა ერთი ჭიქა ღვინოც დალიონ. ანუ აი ეს ძალიან აი ჭამის კულტურა არის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემთვისაც რახან მნიშვნელოვანია ჭამა ძალიან ეს ძალიან სიამოვნებაა. აია ჭამას. ისე ალბათ რეგიონ, ანუ აი პარის გარეთ რა, უფრო იმაში რა ქვია. რეგიონებში პარიზის კიდევ უფრო მეტად შთამბეჭდავი იქნება ალბათ იქ farm to table. თუ არა? იქ variety, ანუ ეს მრავალფეროვნება ძალიან აკლია რა. აი პარიზში იმდენ რაღაცას ნახავ სხვადასხვანაირს და არ მოგბეზდება რეალურად. ცოტა პარის მოშორდები თუ არა, რეალურად მხოლოდ ფრანგული რესტორნებია და ნუ აია ფრანგული კულინარიაც და სამზარეულოც, მაგრამ რაღაც მომენტში მოგბეზდება რა, ძირითადად მაინც ერთნაირი რაღაცებია ხოლმე და ყოველდღე იქ არ მომბეზდებოდა მე ჭამა. ხო, ანუ ეგ უფრო იტალიაში ეტყობა. ხო, მაგათთან უფრო ის არის, სწორხაზოვნად. ხო, იტალიის სამზარეულო მგონია რომ უფრო საინტერესოა მრავალფეროვნება მხრივ. ფრანგული სამზარეულო როგორც ასეთი აი კერძების მხრივ ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ აი ცალ-ცალკე რაც აქვთ რა ეს პურეული, ყველეული, ხორცეული, ღვინო, აი ცალ-ცალკე რაღაცები აქვთ მაგარი, აი პატისერიათ მაგალითად აი ნამცხრების კულტურა ძალიან მაგარი, მაგრამ აი კერძების კულტურა რა ის ფრანგულ რესტორანში წავიდე და რაღაცა ვჭამე როგორც იტალიურში თუ რაღაც მაგარი პასტა ვჭამე, მაგარი პიცა ვჭამე, მაგარი რიზოტო ვჭამე, ის ეგ ვარიანტი აქაც არის, მაგრამ ჩემთვის სამრავალფეროვანი არ არის და მომბეზრდებოდა ყოველდღე. ხო, არა, იქ რეგიონების მიხედვით მე მგონი ძალიან მინიმუმ პასტის მრავალფეროვნება ისეთი, რომ ეგეც კი არ მოგბეზდებოდა, ხა პასტავის მობეზდება, შეიძლება ყოველდღე ჭამ. ხო, არა, იტალია. მეც თან ხეთ ლანჩის დრო არის ზუსტად 12 საათი. ხო, აქ ლანჩი 12 საათზე არის, მან ცოტა უფრო გვიან არის, როგორც ასეთი მე მგონი. ხო, ასევე განსხვავება რესტორნებში, აქ რო ჩამოვედით ჩვენ გახსოვს, რომ მოგვიდებოდა ხოლმე 3 საათზე რომ მოგვშვიდებოდა და ჩავხედავდით და ყველაფერი დაკეტილი არის. ანუ აქ 3:30-დან მაქსიმუმ. ანუ იხსნება რესტორნები 12:30-დან 12-მდე, იხურება 2-დან 3:30-მდე მაგ პერიოდში. საღამომდე, საღამოს სერვისამდე. საღამოს სერვისი იხსნება 7:30-დან 7-მდე. და ანუ შუალედში თუ მოგშივდა 3:30-დან 7:30-მდე თუ მოგშივდა, მოკლედ მაგ 3 საათში არაფერი არ არის. კვერცხი უნდა შეიწვა. ანუ აი გარეთ თუ ხარ, რაღაცას იპოვი ძალიან მაძუნგალა რა. ნუ შაურმას შეჭამ მაქსიმუმ რა. ისიც მე მგონი კაი შაურმები დაკეტილია მაგ დროს. მოკლედ იმიტომ რომ ეკონომიას აკეთებენ თანამშრომლების ხელფასზე და ანუ მაგ 3 საათის განმავლობაში არ უხდიან ხელფასს. ანუ ეუბნებიან რომ წადი და მე მოდი. რომ მხოლოდ იმ დროს გადაუხადონ ფული, როდესაც შემოსავალი შემოგდის რეალურად და მაგ პერიოდში მეტი შემოსავალია. ხო და საქართველოში ეგ ძალიან მომწონს ერთის მხრივ, იმიტომ რომ როცა ქშია შეგიძლია ჭამო. 4 საათზე მოგშივდა, წადი ჭამე ხინკალი და ამას წილად ვიყავი რესტორანში. 4 საათი იყო და მოგვინდა ხინკალი. ჯერ ერთი რომ ხო ნუ კაი დამავიწყდა რომ შესაძლებელია და ეჩემეთქო კი, მაგრამ წავედით, ნუ კაი წავედით და ვიფიქრე რომ აი არავინ არ იქნებოდა რესტორანში. გაძეძგილი იყო 4 საათზე, ყველა ჭამდა ხინკალს.
ეგ რო აი საქართველოში ხო არ არის აი სტრუქტურა არ არის რა საქართველოში ეგეთი აქ ყველაფერი არის ესე გაწერილი ესე დილით ამ დროს უნდა ჭამო მე ამ დროს უნდა წახვიდე სამსახურში ამ დროს უნდა ჭამო საჭმელი შუადღით ამ დროს უნდა ჭამო საღამოს ყველაფერი გაწერილი გაქვს რა და უნდა ჩამაგ ჩარჩოებში უნდა ჩაჯდე საქართველოში რა ვიცი როცა გინდა ხა თუ შეგიძლია აგვიან გაიღვიძებ როცა გინდა შეჭამ შეიძლება 12-ზე ჭამო შენი საუზმე და მე მოგშვიდეს 4-ზე და შეჭამო 4-ზე როცა ხშია მაშინ ჭამ და როცა რასაც გინდა იმას აკეთებ და ეგ ერთის მხრივ დავაფასე მან ჩამოსვლისას იმიტომ რომ აი ეს სტრესი არ მაქვს რომ აი მე ხავდა მოვასწრო ჭამა იმიტომ რომ მე ყველაფერი დაკეტილი იქნება და დავვრჩები მშიერი ეგ არ არის რა და ხანდახან ისე ჭამ რომ ძალიანაც არ გშია მაგრამ სხვა გზა არ გაქვს და საქართველოში ეგ არ არის მოკლედ როცა ხშია რაც გინდა ის გააკეთე ღამის 4 საათზე შეიძლება რომ ჭამო თან არცე ცუდოთ ხო და აი სპონტანურობა არის რა კიდე განსხვავება აი სპონტანურობა რომ აი ეხლა მომინდა და შევჭამე ეხლა მომინდა და წავედი ის გავაკეთე ეხლა არ მომინდა და არ წავედი მეგობრების სანახავად ბოლო წამს რომ მიკენსელებთ ხოლმე ყველანი მე არასდროს არ მექნია ბოდიში მოიხარ ხშირად მიკენსელებენ მეგობრები მე ჩამოდივარ 2 კვირით და წინასწარ გაწერილი მაქვს მთელი ჩემი გრაფიკი მინდა რომ ყველა მოვასწრო ყველას ნახვა და აუ რაღაცა ვერ ავარ ხასიათზე და არ გამოვლენ და ანუ ნიშნავს რომ კიდე 1 წელი ვერ ვნახავ იმ ადამიანს. ხო ეგ ნევრობს მიშლის ხოლმე. მე გითხარი რომ ის ხალხი ვინც 2 კვირის პანჯარაში არ გნახულობს არ არის ღირსი რომ არა მაგაში მართალი ხარ და მაგრამ ახლა მან იმიტომ სტრესავს რომ მან 2 კვირით ვარ და მინდა რომ ყველა ვნახო თორე მან როცა ცხოვრობ და იცი რომ ნუ კაი დღეს არ ნახავ ხვალ ნახავ არ არის ეგ სტრესი უკვე და ნუ კაი არ ხარ ხასიათზე რა ეს სპონტანურობა რაღაც მომენტში მე თან დიდად სპონტანური ადამიანი არ ვყოფილვარ, ხო იცი ყველაფერს გეგმავდი, მანდაც კი ყველა ევროპელს მეძახოდა და გერმანელს. მაგრამ ეხა ცოტა უფრო დავაფასე ეგ რა. ანუ ცოტა უფრო დავაფასე, იმიტომ რომ აქ ცოტა ყელში ამომივიდა ეს ყველაფერი ვერთი თვით ადრე. ჯვანტა ეს მშობლები რო ვნახოთ, რომლებიც პარიზში ცხოვრობენ, აი ხანდახან ერთი თვით ადრე უნდა შევათანხმო მე რა. იმიტომ რომ დაგეგმილი აქვს ყველაფერი. ხო და აი ეგ ცოტა ის არის, მგონია რომ მანდ რო ვიყო, დედაჩემს ერთი თვით ადრე არ ექნება დაგეგმილი და თუ უცბად მომინდა რომ ვნახო, დაურეკავ და მოდი ამოვალთ შენთან და ამოვალ რა. აი ეს სპონტანურობა ხანდახან მენატრება ხოლმე. ხო, ალბათ რომც გინდოდეს ვერ იქნება სპონტანური, იმიტომ რომ სისტემურად ყველაფერი ისე არის დაალაგებული, იმათთვისაც ან რომც უნდოდეთ ვერ იმას იზამე რა. ხო, არა, იმიტომ რომ მე ესე იგი რაღაცა სხვა საკლდება ის. იმიტომ რომ რაღაცა უკვე გქონდა დაგეგმილი, ან ყველაფერი დაგეგმილია ეხა აქ ეგრევ ცხოვრობთ და მან უფრო მოქნილია რა. კიდევ რა არის საინტერესო განსხვავებები? რა სტერეოტიპები გაქვს კიდე საფრანგეთს? ეგ მახსოვს უჟმურობა, რომელიც ჩემ თავზეც გამოცადე და it's okay, იმიტომ რომ არას არ წარმომედგინე რომ ანუ ფრანგები მოვერგებოდი პარიზს, ну, რადგან პარიზს აღნიშნე პარიზს ვიტყვი. ის რომ ინგლისურად რო არ ლაპარაკობენ ეგ უცნაური ის იყო რომ პირველად რო ჩავედით ჩვენ ერთად მაშინ ეგ არ მიგრძვნია მაგრამ კორონას მერე შენთან რო ჩამოვედი მაგ წელს გითხარი კიდეც და მე რო გადავდით რომ ეთყობა გადაეჩვენენ ტურისტების მიღებას კორონას გამო იმიტომ რომ ძალიან მეროჟებოდა ყველა ინგლისურად როცა უწყებდი ლაპარაკს და შეიძლება გასვლაზე ძალიან ტურისტული ჯერ ხო არ გქონდა ნანახი ესე იფერები და ვიდრე მხოლოდ ტურისტულ ადგილებში ვიარეთ, მე მგონი ძირითადად. ალბათ, ხო. ტურისტულ ადგილებში მშვენივრად იციან ინგლისური, მაგრამ არა ტურისტულ ადგილებში ამბობენ ხოლმე რომ აი იციან, მაგრამ არ ლაპარაკობენ, არაფერი არ იციან. არ იციან სული და მაგიტომაც არ ლაპარაკობენ. თან რატო უნდა იცოდნენ ინდიაში რა, ანუ არაფერში არ ჭირდებათ. შენ რო აგ ჩაეთერი თბილისიდან, შენ რო ავტობუსზე მიგანიშნონ, მაგისთვის არ ჭირდება და იმას ყოველდღიურ ცხოვრებაში არ ჭირდება. უდიდესი ეკონომიკის, უდიდესი ქვეყანა არის და ანუ არც სამსახურისთვის ჭირდებათ და არაფერისთვის და რა ზონა ისწავლოს ინდიაში. არ ჭირდებათ და ხო არ იციან რეალურად. აი, სტერეოტიპი კიდე ის იყო, რომ ვითომ ანუ ფრანგულად კარგად რო ლაპარაკობ ბევრ მაღაზია ნერვი ღიზიანდებიან და გისწორებენ და რაღაცები არასდროს რა ვიცი ეგება ამ 8 წლის თავზე შემისწოროს ვინმე მაგრამ ეხლა რა უნდა შემისწორონ არასდროს არავის არ უგრძნობინებია რომ ცუდად ლაპარაკობდი ფრანგულად მაშინაც კი როცა ძალიან ცუდად ლაპარაკობდი ფრანგულად აი ერთი წამითაც არ მიგწვია პირიქით
ყველანაირად ცდილობდნენ, რომ დაესრულებიათ ჩემი ფრაზები, ან რაღაცა ეთქვათ, რომ ეს ესეა უფრო ესე პედაგოგიურად იმის და არანაირად დაცინვა თუ გათვალების გადატრიალება, რომ აიმე ეს ფრანგულად არ ლაპარაკობს, არასდროს არ მიგ ეგ ისე არ ვიცი ის რომელ ქვეყანაში შეიძლება. ანუ მე მგონი ყველას ძალიან სიამოვნებს, როცა მათ ენას სწავლობენ. ეხლა აი ქართულზე მაგალითად ეხლა განსაკუთრებით ძალიან ბევრი არის TikTok-ზე მხვდებიან ხოლმე ის იაპონელი ბიჭი როა ქართული ესწავლა. კიდე ამერიკელი ქალი არის რაღაცა მოქსოვა და ნართი ვიპოვე და რაღაცა ვიზაურეთ კი რა ნართი ანუ საერთოდ არ გამახსენდებოდა ეგ სიტყვა ქალბატონო ხო და ძალიან სასიამოვნოა მით უმეტეს თან ახლა ქართული ისეთ ძალიან სენსიტიური თემაა ჩვენთვის ენა და ხო და ვერც წარმომიდგენია რომ ვის შეიძლება ის კონდეს ანუ რაღაც სხვირაბზუებულად გიყურონ როცა ცდილობ მათ ენის სწავლას და მათ ენაზე ლაპარაკს მე მგონი არც ანუ რაღაც არაბუნებრივი არის არ მგონია ხო ეგ ბლანკისი მეშინია თუინმე იცით მოიწერეთ არ ვიცი მაგრამ მე მგონია რომ რაღაცნაირად არაბუნებრივი არის ადამიანურ ამბავში რა მაგაზე რომ მას გიქნან და ბოლო პუნქტი რაც ამომრჩა არის აი მეგობრობაზე და ადამიანურ ურთიერთობებზე თუ უნდა ვილაპარაკოთ საფრანგეთში მაგაზე ცალკე ეპიზოდიც გქონდა მეგობრობა 30-ის შემდეგ ერთ-ერთ პირველ ეპიზოდებშია თუ გინდათ მოусმინეთ და ნუ განსაკუთრებით რთული არის მგონია ახლა რა თქმა უნდა უცხო ქვეყანაში რო ხარ და პლუს ამას როდესაც 20 წლის აღარ ხარ და სკოლაში არ ხარ და ეგრე ვერ იძენ ბუნებრივად მეგობრებს. მე ძალიან გამიჭირდა, ძალიან ბევრს ვცდილობდი მეგობრების გაჩენას, ისე ასე დავდიოდი ამ შეხვედრებზე. ჩემნაირ იმიგრანტ ქალებთან ვცდილობდი კონტაქტს, მე დედებთან ვცდილობდი კონტაქტს, რა ვიცი, ყველაფერი ვცადე, მაგრამ საკმაოდ რთული იყო და ვიტყოდი, რომ აი პირველად ეხლა არის ამ 8 წლის თავზე თითქმის, რომ აი ნამდვილი ადამიანური ურთიერთობები გავიჩინე და მეგობრობა ამ ჩემს პატარა ქალაქში, იმიტომ რომ ბევრად უფრო გახსნილია ხალხი და თინას მეგობრების მშობლებს დავუმეგობრდით, იმიტომ რომ ну რაღაცა ხბეურჯერ მოგვიწია ერთად პარკში წასვლა, ერთად ისქნა და ამ ლაპარაკში რეალურად დავუმეგობრდით და ახლა ყოველ კვირა ერთმანეთს ვნახულობთ ხან ერთ წყვილთან მივდივართ, ხან ჩვენთან მოდიან, ხან ისე, ანუ ჩემი სოციალური ცხოვრება არასდროს ესეთი კარგი არ ყოფილა. როგორც ხო არა და პირიქით რო გონია რომ დიდ ხო პირიქით რო გონია რომ რაღაცა პარიზი დიდი ქალაქია და პირიქით იქ უფრო რთულია სავარაუდოდ იმიტომ რომ community არ არის არ არის და პარიზში ვინც ცხოვრობს უმეტესობა ძალიან ის არის მარტოსულად გრძნობ თავს იმიტომ რომ რაღაცნაირად ხო რაღაც არავის ჯერთი არცალია შენთვის და ვითომ ვიღაცებს შეხვდები ვინც შენ მდგომარეობაშია მაგრამ სიღრმეში არ მიდის ურთიერთობები ძალიან ზედაპირული რჩება და აქ რაღაცა მეტად ცალია ხალხსაც და პლუს ახლა მშობელი რო ხარ უკვე და ერთი ასაკის ბავშვი რო ყავს უკვე კიდე უფრო ისაა რომ ბავშვები ერთად თამაშობენ და შენ შეგიძლია რომ რეალურად ილაპარაკო ანუ ადამიანს ეკონტაქტო იმ ეპიზოდს ხარ დავამატოთ რომ ბავშვი უნდა გააჩინო და მშობლებს დაუმეგობრდე ბავშვი უნდა გააჩინო მაგრამ უკვე უნდა გაიზარდოს ბავშვი იმიტომ რომ პირველი საფრთხე სანამ თინასთან მეგობრები არ ყავდა მანამდე ანუ კონტაქტი არ გიწევს ესე რა მშობლებთან ხო სანამ ისინი ერთმანეთთან არ კონტაქტ მართალი ხო და ახლა ამ თინას რომ მოუნდა რომ დავპატიჟოთ ეს სახში დავპატიჟოთ ის სახში და ახლა რომ დაპატიჟებ და იქ პირველ ჯერზე მშობელი ხო მოყვება და მშობელთან გიწევს ურთიერთობა ანუ ბუნებრივად რაღაცნაირად ესე გამოვიდა რომ გავიშევიძინეთ რამდენიმე მეგობარი გონია რომ ახლა კიდევ მეტ ხანში კიდე მეტს შეიძენ და მე უკვე თუ დაფუძნდი რაღაცა ქალაქში მოკლედ შესაძლებელია რა ბავშვები არის მნიშვნელოვანი რომ ბავშვები უკვე ცოტა დიდები რო არიან მაგ ეგ იმაშობან აი ფრანგები არაფრანგები ანუ ახსენი ფრანგები არიან ყველანი და აი ჩვეულებრივად ძალიან ჩვეულებრივ როგორც ქართველები იქნებოდნენ ისე ურთიერთობთ ალბათ რა ანუ ძალიან თბილები ანუ ალბათ თვითონ იმ ადამიანებშიც გაგიმართლა ეხლა ყველასთან მაინც ვერ იმას ხო არა რა თქმა უნდა მაგიტომაც არიან ჩვენი მეგობრები რომ რაღაცნაირად ერთნაირ იმაზე ტალღაზე ვიყავით მაგრამ ხო აი ეს ტიპები ვინც ვიპოვეთ მივხვდეთ იმისა რომ ფრანგები არიან ჩვეულებრივად როგორც ქართველ წყვილთან ვიმეგობრებდი ისე რა ძალიან საყვარლები და კარგები და თბილები და ყველაფერი ანუ ესეც შესაძლებელი არის ოღონდ რა თქმა უნდა ენის ცოდნაზე არც კი მილაპარაკია ეხა ისე ანუ ენის გარეშე არანაირი მეგობრობა არ არსებობს დაივიწყეთ
ხო, ქართულშიც კი რთულია. ანუ საქართველოში რა ადამიანი მოკლედ საქართველოს რო ლაპარაკობს, თან დიდხანი არის, ძალიან მიჭირს რაღაცნაირ მithumetes რუსულენოვან ხალხთან, ანუ მაგიტო რაღაცა ჩემი მეგობრობები ამ პოსტ საბჭოური ქვეყნის ხალხთანაც რაღაცა თავი ამოწურასავით თუ არ ვიცი რა არის რა, ისეთი ის აღარ მაქვს და მაინც არის კულტურული განსხვავება. ეგ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არის, მანდ ხა რაინაც არ უნდა იყოს, ეგ ბარიერი მაგ ბარიერებს გადალახავს, მაგრამ ისიც რომ მოკლედ აი რუსულენოვანი ისა მაინც ბარიერია რა, რაღაცნაირი არის დამატებითი pressure. ინგლისურიც, რა ვიცი, მან რო ვიყავი მეც, ანუ არანაირი ინტერესი არ მქონდა უცხოელ ექსპატებთან მეგობრობის, იმიტომ რომ ჯერთი რომ მართლა, ანუ ინვესტიციას აკეთებ შენი დროის და ძირითადად მიდიან რა, ანუ ეგ ხალხი აქაც ეგრეა, მაგიტომაც აი უცხოელებთან დიდათ ამ მეგობრობაში არავინ არ იმაშვება რა, იმიტომ რომ 80% ამ უცხოელების ვინც აქ არის, რაღაც მომენტში უკან დაბრუნდება რა. და просто ინვესტიციას არ აკეთებენ თვითონაც იმდენად და ანუ სანამ მოკლედ არ დაინახავენ რომ ხარ მართლა ინტეგრირებული და აქ აპირებ დარჩენას და ანუ გასული მითე არ ხარ გასულით არ ხარ ამ ქალაქში ან ქვეყანაში არავინ არ ჩადებს ინვესტიციას შენთან სამეგროდ რა მე მგონი ან თბილისში ერთი რაც არის ადვილი ის არის რომ პატარა რადგან არის და მაგალითად რაღაცა შეკრების ადგილები თითქმის უბრალოდ შემთხვევით შეიძლება რომ ანუ თუ ეხა მე უღონთ სახლს საერთოდ აღარ გავდივარ სამწუხარო მაგრამ როცა აი გავდიოდი ანუ გასართობად მაინც ერთი და იგივე ადგილებში დადიხართ ყველანი რა ისინი ანუ არ არის რომ ცალკე ტურისტები სხვაგან დადიან ანუ ეხა შარდენზე არ მაქვს ლაპარაკი ხო და მაგიტო მაინც გადაკვეთა გაქვთ მაგრამ რაღაცა მოკლედ მაინც ის უნდა იყოს რა რაღაცის დამთხევა ბექგრაუნდის ინტერესების თუ არა რაღაცა ტემპერამენტის თუ რაღაცის რა იმიტომ რომ ეხა მაგალითად რატო ფიქრობდი მაგაზე ამ ჩემ ჯგუფელებში უკვე ძალიან ბევრი ადამიანი იყო ვისთანაც მქონია ინტერაქცია მაგრამ ვიღაცებთან უფრო დავიკლიქე და ცალკე კონტაქტობთ ხოლმე რა და მიუხედავად იმისა რომ ეს არის ანუ იმათვისაც არ არის ინგლისური ნეიტივი არ ჩემთვის არ არის და მაგრამ მაინც რაღაცა საერთოდ გადაკვეთა ვიპოვეთ რაზეც ერთმანეთთან კონტაქტობთ ამიტომ ეგ მაინც უფრო მნიშვნელოვანია მე მგონი ვიდრე სხვა ყველაფერი დანარჩენი ანუ თუ ისეთ ადამიანს იპოვე რომელიც შენ ინტერესებს ერგება და მენტალიტეტს ალბათ ეგეც გადალახვადია რა ენის თემა ხო, მაგრამ ნუ ხო, ინვესტიციას მოითხოვს, რა მithumetes ბავშვებით როცა ხარ, მაგდენ დროს ან ცოტა დრო გაქვს ისედაც თავისუფალი და ანუ ხო, მაგდენ დროს არ დაუთმობ. ბავშვების პარალელურად მეგობრობა მე მგონი მარტო ამ მშობლებთან ხდება და ისიც შენივე ასაკის ბავშვები რო ყავდეთ, რომ ერთად ითამაშონ, თორე აი ისეთ მშობლებთანაც ვერ მეგობრობ, ვისაც რაღაც შუალედი ასაკი თუ აქვს რა, 2 წლის ბავშვთან ერთად რა უნდა ვერც თინა ვერ თამაშება, ვერც ება ვერ თამაშება, ვერც ვერ გავაკეთებთ ერთად. ხო და მოკლედ ეს მეგობრობას რაც შეეხება და რაღაცებს ყველაფერს ვერ შევეხებით რა, მეკიდე მშობლობაზე შეიძლება ლაპარაკი, თქვათ, როგორი მშობლები არიან ესენი რაღაცში აღზრდაში, განსხვავებებზე და რაღაცებზე. ყველაფერზე ვერ ვილაპარაკებთ ამ ეპიზოდში, ასე რომ უბრალოდ მოდი იმითი დავასრულებდი, რომ რა შეიცვალა ჩემში ამ 8 წლის განმავლობაში, გარდა იმისა, რაც თქვი უკვე რომ თავაზიანი გავხდი ბევრად უფრო. ცერემონიალურად თავაზიანი, თუ რუსდელი მანამდეც არ იყო ხო? ხო, არა ნამდვილად ხო. ის შეიცვალა რომ რეალურად ჩემი იდენტობა მქონდა როგორც თქვი მიმაგრებული ამ საქართველოზე რა ყველაფერი ჩემს ტვინში რაც ხდებოდა საქართველოსთან იყო დაკავშირებული და აქ რომ ჩამოვედი აი ეს რეალურად რასაც იდენტობის კრიზისი ქვია აქ მივხვდი რას ნიშნავდა იმიტომ რომ როდესაც გამოგაცლიან ამ იდენტობას როცა არის რომ მე ვარ ქართველი და მე საქართველოში ვარ ესა და ესა და ეს და უცბად ვარდები სადღაც სადაც აღარ გაქვს ეგ იდენტობა და არაფერი აღარ არის იმ შენი სიიდან იდენტობის ნაწილი უცბად ეკითხები თავს რომ ვაიმე აბა რა ვარ აი ამ გარემოში ვინ არის ბარბარა და რა ადამიანია საერთოდ
და ეს ამ იდენტობის რეკონსტრუქციას ძალიან დიდი ბევრი წელი დაჭირდა. მე მგონი ბოლომდე არც მაქვს ჯერ ჩამოყალიბებული რა არის ეს ახალი ბარბარა ვინ არის, მაგრამ ის უკვე ვიცი რომ საქართველოსთან აღარ არის ასოცირებული ჩემი იდენტობა. საქართველო ძალიან მიყვარს და ყოველთვის მეყვარება, მაგრამ ჩემს თავს აღარ ვაიდენტიფიცირებ როგორც პირველ რებში არ მოხდება რომ მე ვარ ქართველი და ისა. ეს მოხდა რომ ჩემი იდენტობა გამოეყო საქართველოს და არის ახალ კონსტრუქციაში, რაღაცების გადაფასებაში, იმისი რაც საქართველოში ვიყავი მაგალითად, არის თუ არა ეს სიმართლე რა. თუ გინდა ეს სამსახურიზე რო ვამბობდი, რომ აი ესე და ესე ვმუშაობდი იქ, მართლა არის ესეთი ვარ აქაც თუ იქ ვიყავი. ასე შემდეგ, ბევრ კითხვას ვუსვამ თავს და ბევრ რაღაცა შეიცვალა. შეიცვალა ასევე ის, რომ მგონია რომ ბევრად უფრო ლაღი ადამიანი გავხდი. სულ მახსენდება ხოლმე ვიღაცამ თქვა ადრე, რომ ვიღაცა გოგოზე, რომელიც წასული იყო საბერძნეთში თუ რაღაცა და უკან ჩამოვიდა და ვიღაცამ თქვა, რომ ვაიმე როგორ ეტყობაო, რომ საქართველოში არ ცხოვრობსო, როგორ ევროპული სილაღე აქვს. ხო და მართლა ისეთი იყო რა, უფრო ექსპრესიული, რაღაც უფრო მეტად ეხალისებოდა რაღაცების კეთება, იმიტომ რომ რაღაც საქართველოში მგონია, რომ რაღაც ცოტა ზედმეტად ხალისიანი თუ რაღაცა ენთუზიაზმით რო ხარ, ცოტა ისე გიყურებენ რა. არ ვიცი, ესეთი შთაბეჭდილება მაქვს. ეს რა, უბრალოდ იმდანად განსაკუთრებით ბოლო პერიოდში და ბევრ ადამიანს აქ შეგრძნება, ვინც განსაკუთრებით პროტესტშია რეაქტიურად, ცოტა გიტყდება, რომ შენ კარგად იყო, როცა ყველაფერი ძალიან ცუდადაა და რავი, 90% ყველას, ანუ ცოტა ეგ არის. ანუ არა, პროტესტის პარალელურად მესმის, მაგრამ მესამე წავედი მანამდეც ეგრე იყო, ანუ ყველა. იმიტომ რომ ყარაზუს კარგად არაფერი არ ყოფილა საქართველოში ხა. ანუ სულს რაღაცა, ანუ არა, ან ფული არ ყოფნი და ან ვიღაცას რაღაცა ანუ არასდროს არ ვიყავით კარგად, არასდროს არ ვიყავით. ხო, ალბათ ეგეც არის, ხო მართალი ხარ. და ზოგადადაც მგონია რომ საკმაოდ ხო ესეთი სევდიანი ერი ვართ, იმიტომ რომ საუკუნეების განმავლობაში სულ ომი იყო და სულ ამბავი იყო და ანუ ეს სევდა არის ჩვენი იდენტობა რა საქართველოში. კი, მაგაზე მეც დავფიქრებულა და გეთანხმები და მაგიტოა მე მგონი ტაშფანდურით ვაბალანსებთ რა და ეს ყველაფრის იუმორით შეხედვა მაქედან გამოდის რომ რეალურად ძალიან სევდიანები ვართ. ხო, ანუ ეს სევდა და თუ არა და ლიცინი და აი ის რომ აი რეალური ავთენტური ხალისი რაღაცის კი ძალიან არაქართულია რა. ხო და აი ეს ხალისი ცოტა წამომეწია, იმიტომ რომ აქ ხედავ რაღაცები ეხალისება ხალხს რა, აი მაგალითად დაბადების დღისთვის რაღაცა ლამაზი ქარდების გაკეთება და ვიღაცის დაგზავნა ეხა ითინას მეგობრებისთვის რაღაცა ლამაზი რაღაცები მოგდის რომ ამა და ამ დღეს იქნება ეს და დავიქირავებთ ვიღაც ნუ ბავშვებისთვის მანდაც არის რაღაცები მაგრამ აქ აი დიდებიც თავისთვისაც გააკეთებენ ეგეთ რაღაცას რა გეხალისება რომ რაღაცა საჩუქარი გააკეთო იქ რაღაცა გააკეთო რაღაცა მოიწყო გეხალისება რაღაცები და ვცდილობ რომ მეც მეტად მეხალისებოდეს რაღაცების ივენთების მოწყობა სახში ხალხის დაპატიჟება და ასე შემდეგ და კიდევ ერთი რაც ძალიან ფრანგულია ასევე მგონია რომ აი რაღაცა ცხოვრების დაფასება ყოველდღიურობაში აი მომენტებით დატკბობა რომ აი ეხლა კარგი ამინდია მზეა და მე ხა გარეთ გავალ ტერასადები ან პარკში მოვწვევი და აი ამითი ვიქნები ძალიან ბედნიერი რაღაცა სასუსნავს წავიღებ გემრიელ ღვინოს მოვიდგამ და აი იმ რაღაცა 1-2 საათით რაც იქ ვარ ბოლომდე ვისიამოვნე და აი ეგ ძალიან გამიკვირდა რომ ჩამოვედი მეთქი ვაიმე ეს ხალხი რატო არ მუშაობს რატო ყრიან აქ სენის სანაპიროებზე ყრია ეს ხალხი და სვამს ღვინოს და ჭამს ყველს უსაქმურა ყველანი back to work და მე ძალიან სპიდი ვიყავი, ძალიან სწრაფად ვაკეთებდი ყველაფერს და აქ ჩამოვედი და ძალიან მენელა ყველაფერი, თუ ხალხს არ ეჩქარება ეგრე ძალიანაც. ახ პარიზში პიკის საათებზე არ ვლაპარაკობ, მე ხა სცენაზე ვსეირნობ. რო გახვალა კაი ამინდში, თუ გინდა ეს თანამშრომლობ რაღაცები, ანუ გარეთ შეჭამენ ლანჩს რა, კაი ამინდია და მოდი ჩვენი ლანჩი წავაფოჩიალოთ და იქ პარკში დავიძეთ და იქ მზეს ესე შევეპიცხოთ და ამითი ბოლომდე განსაკუთრებით მას მერე რაც შენმა დედამთილმა გათბობა არ ჩაგირდოს ავტარში. გათბობა კიდე საკეთებაა ხო აქ. ბუნებრიობასთან შერწყმა და ბუნებრიობა ხო გათბობა, იმიტომ რომ ძალიან ძვირი არის აქ გათბობა, თორე ალბათ აქაც ჩართავდი მაღალზე, მაგრამ 300 € რომ მოგდის თვეში აღარ გინდა.
300 მინიმუმ. ხო და მოკლედ ეს რა ცხოვრების დაფასება, ანუ ცხოვრების არა, ცხოვრებას ვაფასებ. რაღაც მომენტების დაფასება. ხო. იმ მომენტში იმ აქ მომენტში ახლა აქ და ახლა mindfulness. mindfulness-ი, მაგ აი სიამონება მაგ სიტუაციებით, მეტი ხალისი რაღაცების კეთების, სამსახურების მხრივ ცოტა დავბალანსდი მაგ მხრივ და ანუ ვთვლი რომ ხო ზედმეტად ვიყავი ჩართული სხვის ბიზნესებში და მგონია რომ აი ხლა ამ ყველაფრის გამოვლის მერე რაღაცა ცოტა შუალედური მოხდა და მაინც ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ და ყოველთვის კარგად ვიმუშავებ, მაგრამ თავს აღარ მოვიკლავ სხვისი ბიზნესისთვის და ხო ნუ ცოტა უფრო რაღაცნაირად და ჩვენ თავთან აღიარე რომ მენეჯმენტი არ გიყვარს და ხალხთან მუშაობა. ხო, ეგ შეიძლება მანდაც მომხდარიყო. აქ ძალიან ყელში ამომივიდა, იმიტომ რომ აქაური მენეჯმენტი ძალიან რთულია. შეიძლება საქართველოში არასდროს არც მქონოდა ეგ, იმიტომ რომ საქართველოში თუ არ მუშაობს ვიღაცა გაუშვებ და ეგ არის და რეალურად გაქვს არჩევანის საშუალება ვისთან ხო, მაგრამ იმ გადაფასების მომენტი არ გექნებოდა, სადაც შენ ძალიან ჯარისკაცული, ანუ სამხედრო მენეჯერი ხარ რა? ხო. ხო და მაგაზე ვიძახი რომ ანუ მართვა კიდე სხვა არის. ხალხთან თიმთან მუშაობა კიდე სხვა არის. ანუ მართვა კარგად შეგიძლია, იმიტომ რომ efficient ხარ. მაგრამ იქ მე ადამიანური ფაქტორები შემოდის, სხვა ადამიანების you don't have a nerve for it. არა, საკმარისი ემპათია არ მაქვს. ეხლა ბევრად მეტი მაქვს, იმიტომ რომ რახან საფრანგეთი როგორც თქვი, humbling experience იყო, ანუ რაღაცნაირად ცოტა მას მიქნა, არ ვიცი humbling როგორ არის ქართულად და მიწება დაუნდაბლობა და დამათამბლა და ბევრი გასაჭირი გამოვიარე რეალურად სხვადასხვა პერიოდებში ამ 8 წლის განმავლობაში შესაბამისად მე ბევრად მეტი ემპათია გამიჩნდა ბევრი ადამიანის მიმართ ამასობაში დედა გავხდი და მგონია რომ დედა რო ხარ ასევე ემპათია მაინც რაღაც დონეზე უფრო გივითარდება ბავშვების მიმართაც და დედების მიმართაც ანუ ბევრი რაღაცები შეიცვალა და მგონია რომ ასაკთან ერთად ემპათიაც და ეს ადამიანური ურთიერთობებიც იმატებს და შეიძლება რაღაცა მომენტში ჩემი ცხოვრების არ გამოვრიცხავ რომ მივედე იმ ეტაპამდე ცოტა უფრო დიდი რო ვიქნები ეხლა მგონია რომ არ მაქვს ჯერ კიდე მაგის ნერვი რომ მქონდეს საკმარისი მორალური და მენტალური availability რომ კარგი მენეჯერი ვიყო, იმიტომ რომ ეხლა არ მაქვს მაგ ადამიანური დრამების ნერვი. და მაგ მენეჯმენტს სჭირდება რეალურად ემპათია და ადამიანობა და ეგეც მგონია რომ რაღაც მომენტში გამომშავებადი არის და დიდ ცოტა მეჩურითი ჭირდება რა. ასე რომ არ გამოვრიცხავ როდესმე ისევ მომინდეს მენეჯერობა, მაგრამ ხო ამ ეტაპზე ცხოვრების ბარბარა არაფერს არ გამოვრიცხავს თავი ეგა. რაღაცები იცვლება, რატომ უნდა თქვა არასდროს არ გავაკეთებ, იმიტომ რომ რა მილიონ რაღაცაზე თქვი საფრანგეთში არასდროს არ დავჭებ. ზუსტად სანამ წამოვიდოდი საფრანგეთში, ვიღაცა მითხრა რომ იქო ფრანგ ქმარს იპოვიო და ბავშვებს გააჩენო და აი როგორ გავბრაზდი და როგორ დავცინებდი კი არასდროს უცხოელი ქმარი არ მეყოლება და ჩემი შვილი მამოს არ დამიძახებს არასდროს. აი ჩემი სიტყვებია ზუსტად შემიძლია ამოვჭი ჩქნო ის ჩვენი ინსტაგრამის ჩატი, სადაც მიწერია რომ ჩემი შვილი მამოს არასდროს არ დამიძახებს მეთქი და აგერ ორი ბავშვი დაგიძახებს მალე მამო დამიძახებს მამოს. ასე რომ აი მაგის მერე მით უმეტეს აი ესეთი დარწმუნებული რო ვიყავი რომ არც უცხოელი ქმარი მეყოლებოდა, არც უცხოელი შვილები და საერთოდ საქართველოში ვიცხოვრებდი. ამ ყველაფრის მერე მგონია რომ არაფერი არ არის. აი, მაგრამ ეგ მე მგონი ზუსტად იმიტოა რომ ანუ identity crisis-ის სინამდვილეში იმიტომ მოხდა რომ ის რაც აქ შენ იდენტობად ქონდა მიღებული არ იყო შენი. იმიტომ რომ ანუ მოკლედ შენ როგორ ადამიანადაც წარმოგიდგენია შენი თავი ხოლმე მაგაზე ბევრჯერ გველაპარაკია მე იმ ადამიანთან ვერ ვიმეგობრებდი რა ანუ მიუხედავად იმისა რომ რაღაცა გადაკვეთის ისინი ინტერესები გვაქვს ანუ რაღაცით 20 წელი შეგვისრულდება ხო წელს სექტემბერში ხო სექტემბერში შეგვისრულდება 20 წელი რაც მეგობრობთ თან ანუ რაც მანდ წახვედი კიდევ უფრო მეტად დავახლოვდით მაგრამ იმ პერიოდში როცა ერთმანეთს დავუმეგობრდით ლაღი იყავი იმიტომ რომ იყო მომენტები, ანუ რაღაცა მომენტები იყო,
რითიც მოკლედ ერთმანეთი მივიზიდეთ რა. ხო და შესაბამისად მე მაგიტო სულ გეწინააღმდეგებოდი ხოლმე რაღაცებს რიზახდი ხოლმე რომ მე კარიერისტი მე ბავშვები არასოდეს არ მეყალა რაღაცებს იძახდა ხოლმე რაც ანუ არავის არ აქვს ეგრე ჩამოყალიბებული რა ან ეგ რო გაქვს ჩამოყალიბებული სხვანაირად იძახი რა ანუ child free ვიქნები ანუ ეგეთ რადიკალურად არა კი არ არის რაღაც სხვა ისა გაქვს რა მოკლედ ეთყობა ადამიანს რომელიც მისი მართლა მაინდსეტის ნაწილია და რომელი არის რაღაცა მიწეპებული მისი identity-ს აღწერა რომელიც გონია რომ ეგეთი არის ხო და მე მაგიტომ გონია რომ აქ რა მაგიტო გქონდა ეგ გარდატეხა რომ აქ რა იდენტობაც შენ თავს მოუგონე ეგ არ იყო შენთვის ორგანიკი რა იმიტომ რომ მართლა გეუბნები მე მგონია რომ ეს შენ როგორც აღწერდი შენ თავს ეგ ადამიანი ჩემ მეგობარი არ არის ხო, მგონია რომ იცი რა, თლად არასწორი არ იყო, მაგრამ ძალიან იყო რადიკალიზირებული რა. და ვთქვი, ესეთი ვარ და მორჩა. აი ძალიან თან ცოტა ახალგაზრდობის ისიც არის, ძალიან შავია ან თეთრია ვარიანტი რა, მაქსიმალიზმი, რომ აუ თუ კარიერისტი ხარ, მაშინ ესე იგი ბავშვები არასდროს არ უნდა ყავდეს და თუ ესეთი მე ესეთი მენეჯერი ვარ და ყველას მოვხსნის ამსახურიდან. ანუ ძალიან რადიკალიზმში ვიყავი, მაგრამ მგონია რომ ის ყველაფერი, რასაც ვამბობდი, არის ჩემში და მიდრეკილება მაქვს მე ახლა ეგეთი ადამიანი ვარ თან მკაცრი კი არა მომთხოვნი ადამიანი ვარ ჩემს მიმართ და სხვების მიმართაც ისა და ისა მაგრამ ხო ძალიან ზედმეტად მქონდა რადიკალი ანუ ის რიდისა მე მახსოვს ერთი ყველაზე ანუ მე ხო ძალიან სპილოს მახსიერება მაქვს და ერთი მომენტი იყო როცა აი გამაგიჟე იმიტომ რომ ახალი აღმოჩენილი მქონდა ფემინიზმი რაღაცა და მოკლედ ნუ ხშირად ისეთ რაღაცებს ვლაპარაკობდი რაც obvious იყო რომ ნუ ორივეს ეს რაღაც რეალიზება რაღაცები ქალი ჰაი ჰოი რაღაცა და ხო და უცბად შენ დააბრეხო რომ ძალიან დაიღალე ამდენი მუშაობით გახსოვს ელზაც იყო ელზაც კი გამოშტერდა რომ რას იცი არა ელზა დამეთახმაკიო კაი ელზა იმიტომ დაგეთახმა რომ დაღლილი არის ქალი 40 წელია მუშაობს მართლა ხო და მაგრამ შენ იყო ძალიან რომ რაღაცა მოკლედ წამოგიარა და უცბად ბარბი იძახის რომ მე დავიღალე ამდენი მუშაობით ერთი ფულიანი ქმარი უნდა ვიპოვო და მეთქი ანუ მაგრამ ნახევრად ხუმრობა იყო ეხა ხო იცი რომ მე მაგას სრული სინამდვილე მაგრამ ისეთი იმითი passionate თქვი მაშინ ეს მე მახსოვს რომ მომეწონა იდეა და მე მახსოვს რომ ხაც მომწონს ხოლმე ეგ იდეა მაგრამ ვერ გავაკეთე მილიონერი ხო არა ხანდახან ყველას მოგწონს ეგ იდეა მაგრამ ნუ მე რეიმაშები რა ქვია reality checks იკეთებ მაგრამ არ მინდა მილიონერი ქმარი არა მეზარება იცი რა მეზარება იდეა ქმარი მე მინდა რომ ვიყო მილიონერი იცი რატო მეზარება ანუ ის რომ შენ რო არაფერის კეთება არ გიწევს და რაღაცა ხო ანუ უზრუნველყოფილი ხარ safety გაქვს სხვა ამბავია მაგრამ ვიღაცაზე დამოკიდებულება არ შემიძლია ანუ არც იმის პრობლემა მაქვს ხოლმე შესაძლოა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იმით უმეტეს რაღაც საბასთან ბოზების იმაზე რომ ეპიზოდში ვლაპარაკობთ რაღაცა ანუ ის you do you რა ანუ ეს არ gold digger ანუ კიდია იმას თუ აქვს სადიგერო goldi იმისთვის აქვს რომ დაადგერო ანუ I don't care for it თუ რავი არავის არ აუნებს რა თავის ის ადამიანი თავის თავს მეშვება მაგრამ აი ვიღაცას დამოკიდებულება არ შემილია რა ამიტომ ხო თუ რაღაცა ფული მომეცია ეს ავიყიდო აი ფილები ანუ ხო არ გაგიჟდი ანუ ნახვამდის ვერთი დღეს ვერ ავიტან რომ ეგ ვიღაცა მიმასკნას რა ქვია რაღაცები მიმითითოს ხო და მაგაში მეც ძალიან აი რაღაცები არის რაც ნუ ჩაიხურა რა რაღაცები არის რაც ვიცი რომ ნუ ესე არის და ჩაიხურა ახლა ეგეც მაგრამ ძალიან სასაცილო იყო მაშინ მაგაზე რომ ვლაპარაკობდი და უცბად ანუ არ საიდან რომ დააბრეხო და მეთქია და არა ელზა ცოტა გაუცდა რაღაცა მახსოვს რომ ის იყო ანუ დაგეთანხმა ოღონდ იმიტომ რომ უბრალოდ დაღლილი იყო და მაგრამ იმასაც გაუკვირდა რომ ანუ რაღაც და ის იყო და მოკლედ მანდ მივხვდი რომ ამორფული არის შენი თავისვე აღქმა და მაგიტომ მაგრამ მე ვიცოდი შენ სინამდვილეში მე მგონი რომ ყველას მაინც რაღაც დონეზე არასწორი წარმოდგენები გვაქვს ჩვენ თავებზე და ძალიან რთულია მაქედან გამოსვლა რომ დაინახო შენი თავი შორიდან რომ სინამდვილეში როგორ ხარ და გაანალიზო ყველაფერი იმიტომ რომ რაღაცას რო ფიქრობ ხო მე ხო ის არის აღარ მახსოვს მაგ ეფექტს რა ქვია confirmation bias ყველაფერი რაც არ უნდა მოხდეს ყველაფერზე ეთქვა რა ხო აი ნახე
ეს იმიტომ რომ ეს ყველაფერი მიყავს რომ ვითომ ლოგიკურად ისე მიყავს რომ ეგრე იყო იმიტომ რომ ესეთი ხარ ხო და აუ მაგაზე რა გამახსენდა იცი ეხა მაინც იმას უკავშირებ ჩემს recent გამოცდილებებს მაგრამ იქ არ გამახსენდებოდა ეს რაღაც ის გავაკეთეთ ისა რა ქვია მაგას სავარჯიშო სადაც ერთმანეთზე რაღაც კარდები გქონდა რა დახასიათებებით და ერთმანეთს ვინც უკვე ერთი კვირა ეხა იქთან ერთად რო დავდიოდით გავიცანით ერთმანეთი და ამ დახასიათებებს აძლევდი ვისაც შეესაბამებოდა ხო და სადაც ფოტოც მაგ გადაღებული და საკმაოდ გამიკვირდა. იმიტომ რომ არ ველოდი რომ, ანუ მე მინდოდა რომ ესე აღვექვი ადამიანებს რაღაცა იქვის იყო რაღაც. ბრძენი რაღაცა და სულ მგონია რომ ეგრევე თავიდანვე ამ რა ქვია კოლეონა დაგიქვამენ, იმიტომ რომ ესე აპრეზენტებ რა შენ თავს. ხო და ძალიან გამისწორდა რომ თურმე ანუ ამ ლეერის იქით რაღაცები ჩანს რა, რასაც მე ვაპრეზენტებ და ნუ იმაშებიან. და ფოტოც კი გადავუღე, იმიტომ რომ მეთქი, ვა რა კარგია. თურმე სხვანაირად და ძალიან კაი სავარჯიშო იყო სხვათა შორის. მე გავაკეთე ეგ სავარჯიშო იმაზე career coaching-ს რო ვაკეთებდი, უნდა მეკითხა შენ ხო კითხვარი 5 ადამიანს მე მგონი ყველაზე ახლოს გავუგზავნე რომ დავეხასიათებიეთ და ხო რაღაცები მეც გამიკვირდა. რაღაცები სხვანაირად ხედავდი ჩემ თავს, მაგრამ ბევრ რაღაცა მაინც დაემთხვა ხა, იმიტომ რომ რაღაცები არის რაც ძალიან obvious არის რომ ორგანიზებული ადამიანი ვარ და ის რაღაცები გამიკვირდა. მოკლედ, მოდი ხوار დავასრულოთ ეხა. დავასრულოთ. მე შევაჯამებ რომ მე კვაყოფილი ვარ და მგონია რომ ძალიან კაი, ანუ რაღაცნაირად მოკლედ ცხოვრება ყოველთვის ისეთ მიმართულებით მიდის ხოლმე, რაც გჭირდება რა, ჯამში რო გადახედო, აი შეიძლება ყოველდღიურობაში ესე ვერ ხედავდე, მაგრამ რაღაცა გამოცდილებები, რასაც გვიგზავნის კოსმოსი, საჭიროა და აქედან რაღაცა დასკვნების მე თან ფეხი რაც მომიტე ხო გავსხი ოსნდი და ყველაფერს ეგრე ვუყურებ. შუქი გამოირთო? ალბათ ნაკლები ტელეფონი უნდა ვსკროლ, ან რაღაც ეგეთი. ვფიქრობ ხოლმე, ხო და მაგიტომ მგონია რომ ძალიან კარგი ექსპერიენსი იყო შენთვის რა, რაღაცა ბევრი შენი ისეთი მხარეები დაინახე და გამოავლინე, რაზეც ამ გარემოში არ გიფიქრე, ან მაგ გარემომ ხელი შეგიწყო რომ ეგ რაღაცები გამოგევლინა და მე მომწონს. მეც მგონია რომ ახლა თუ უნდა შევაჯამო ბევრი ძალიან ბევრი რაღაცა მომცა ამ ყველაფერმა ჯერ ერთი რომ აი სხვაგანო ცხოვრების გამოცდილება ყოველთვის ის არის სიმდიდრედ აღვიქვამ და ნუ ენა და კულტურა და ასე პლუს ამას კი ანუ ადამიანურად მგონია რომ ძალიან გამზარდა მაგრამ აი ცხოვრების სტილში ჯერ კიდევ ვერ ჩავჯექი ისეთში როგორც მინდა ან ვერ ვერგები ამ სისტემას ჯერჯერობით ვერ ვერგები და ანუ აი როგი უბედური ნამდვილად არ ვარ ბედნიერი ვარ იმიტომ რომ კარგი ცხოვრებაში მაინც მაგრამ კმაყოფილი ჯერჯერობით არ ვარ ჩემი ცხოვრებით იმიტომ რომ აი ამ ზუსტად ამ იდენტობის კრიზისმა და პროფესიის ცვლილებამ და ენის ცვლილებამ და იმან ძალიან ამომაგდო ამ ჩემი კალაპი ეგ მე მგონი ცოტა ხანი არ გვექნება არავის ანუ ასაკობრივიც არის ცოტა რა აი 30-ები მოკლედ აი Instagram quote-ი რო გამოგიგზავნე. აი 30-ები მაგ ქაოსის არის. მე მგონი აი 40-ის მერე ცოტა დაალაგდება ეგ რაღაცეები და რაღაცებს უფრო დავიკიდებ თან არ დავიკიდებ თანაც არის. ასაკის ამბავიც მგონია რა. თუმცა მაგასაც რა თქმა უნდა არ გამოვრიცხავ რომ ეგეთ ჩარჩო გარემოში მოხვედრა დამღლელი არის. ორგანიზებული ადამიანისთვისაც კი. კი, დამღლელია, იმიტომ რომ მე ჩემს იმაში არ ჯდება, ჩემს პიროვნებაში არ ჯდება ეს უბრალოდ არსებობა. ხო, მე მინდა რომ სიამოვნებას ვიღებდე საქმისგან, რაღაც სხვადასხვა რაღაცებს ვაკეთებდე, ეს მრავალფეროვნება მქონდეს, ბევრ რაღაცა ხდებოდეს, უფრო დინამიური და აქტიური, ანუ მინდა რომ კმაყოფილი ვიყო. ვიყო რაღაცა და ის ვიყო რეალიზებული უბრალოდ რა, რეალიზებულად აგვგრძნობ თავს ჯერჯერობით და მაგას ალბათ კიდე მეტი დრო დაჭირდება და აი მგონია რომ აი სრული ინტეგრაციისთვის და იმისთვის რომ აი მეგობრები ყავდეს ყველანაირად ინტეგრირდე და ასე შემდეგ მინიმუმ 10 წელი არის საკმარისი საჭირო ქვეყანაში რომ იყო რომ რაღაც კარგად დაალაგდე რა და სხვებისთვისაც მიკითხავს და ყველა ამბობს დაახლოებით 10 წლის makes sense
რომ აი ინტეგრირდა და მართლა კარგად იგრძნო თავი. ამიტომ აი მაგის ასევე ილუზია ბევრს ხშირად არის ხოლმე რა ვისაც არ უცხოვრია საზღვარგარეთ, ბევრი ილუზიები აქვთ განსაკუთრებით ევროპასთან დაკავშირებით, რომ ისისია, ბევრი რაღაცა არის კი კარგად, ბევრი რაღაცა არის ცუდად. ანუ თავისი პლუს მინუსები აქვთ, მაგრამ შენთვის პირადად რთული იქნება პირველი 10 წელი ცხოვრება. ანუ ისე არ იქნება, რომ წახვედი და ვაიმე უცბად მასში საოცნებო სიტუაციაში მოხდი ეგეთი რაღაცა, მგონი არა. ხო, ანუ ეს არის თან ცოტა მე მგონი ჩვენს ბავშვობაში რა აი მანდაც ნალაპარაკები გვაქვს ერთ ეპიზოდში ამ მითებზე და ევროპასთან დაკავშირებით რაღაცები როგორ გვეგონა და მე აი რაღაცნაირად რომ შეხება რო გაქვს და უკვე მიხვდები რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია რა მატარებელი რო არ იგვიანებს გასაოცარი არ არის ამ კარგი ინფრასტრუქტურა უნდა და მიღწევადი არის რაღაც მიუღწევლობას მოკლედ რომ გამოაცლი იგვიანებს ძალიან ხშირად პარიზში მატარებლები აი არ ვიცი ჩემი მეც ფრენაზე კი ნაღამ რომ დავაგვიანე. სულ გაფუჭებულია, სულ ყველაფერი გაფუჭებულია და ყველგან ყოველთვის გაგვიანდება, ასე რომ გააჩნია, ანუ ევროპა არა, ის რაღაცა ქვეყნებში და რაღაც ქალაქებში უკეთესად არის, რაღაცებში უკეთესად არის, მაგრამ ანუ აი ეს ევროპა არ არსებობს, სადაც ყველაფერი კარგად არის რა. კი, მე მგონი დედამიწაც არ არსებობს, სადაც ყველაფერი კარგად. ჩვენ თავში თუ არ ვეძიათ, იცით? აი ეს არის. მაგრამ ზოგადად ყველას მაინც Twitch შემეცნებისთვის იმას რა ქვია CBT-ის პრაქტიკას, ანუ კოგნიტურ ბიჰევიორული თერაპია, რომელიც მე მგონია რომ მაგ Twitch შემეცნებისთვისაც კარგია რა, ან ჩემთვის მარტო თერაპია არ არის. ამიტომ ყველას ვურჩევ ხოლმე რომ თუ არის შესაძლებლობა კარგ ადეკვატურ სპეციალისტთან, რომელიც მამაოსთან არ გაგიშვებთ და არ გეტყვით რომ დეპრესია, ცოდვა არის ან რაღაც თქვენი ბრალია. ეგ Twitch შემეცნებაში ძალიან ეხმარება რაღაცებს ჩამოყალიბება შენ თავის. ნუ ყოველ შემთხვევაში მე დამეხმარა რაღაცეებში. როცა ყველა ჩემი მეგობარი ევროპაში წავიდა და ისინი გასხიოსდნენ მე რო აქ საბურთალოზე რო დავრჩი მეთქი რა ხდება ხო და არავინაც არ გასხიოსნდა მეც მე მგონი ყველაზე მეტი თერაპია მეც აქ ყოფნისას გავაკეთე და ყოველთვის ერთი და იგივე პრობლემა რომ ძალიან რთული არის ინტეგრაცია და არ ვიცი ძალიან რთულია იმიგრაცია. ამიტომ შევხვდებით ევროპაში და არაფერი დაგვიკომენტარეთ გვითხრით შეიძლება რაღაც ასპექტები იყოს რაც გაინტერესებდეთ რომ ბარბარომ გაგიზიაროთ და ხმოვან შეტყობინებებში შეგვიძლია რომ ჩაგვიწეროს იმიტომ რომ სხვანაირად ვერ მოტივირდებით მეც აღარ ვწერ ხმოვან შეტყობინებებს და welcome მესამე სეზონში მადლობა რომ მისმინეთ. Consistency